სოფლიოს ჩემპიონატის ორომ ტრიალში ვიფიქრეთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პროექტი გუჩები არ ვიწყებენ გადაგვეკეთებინა და მივედით ესეთ საინტერესო ურაზროვან სახელზე ამერიკული ფეხბურთი. შემოგთავაზებთ საინტერესო პოდკასტის ეპიზოდებს, მერე უკვე ლაივებს. რაც ყველაზე მთავარია, ეს ლაივები შეიცვლის მცირედ ფორმატს, აღარ იქნება თამაშის მერე და აღარ იქნება ბეცონ ონიარზე და გადმოინაცვლებს ბეცონ სპორტზე. შევიკრიბებით 2 დღეში ერთხელ და ვისაუბრებთ განულ მატჩებზეც და მომდევნო მატჩებზეც. იწყება ამერიკული ფეხბურთი და იქამდე სანამ სოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება, შემოგთავაზებთ საინტერესო პოდკასტის ეპიზოდებს, მერე უკვე ლაივ სერიას და ზოგადად სოფლიოს ჩემპიონატის განმავლობაში ჩვენს პლატფორმებზე არაერთ საინტერესო კონტენტს იხილავთ, მათ შორის ფენტეზის მიმოხილვებს, პოდკასტის სერიებს, ლაივებს და ფორმატის შეთრულება არის ასევე ის, რომ 4 ვართ და 4 ვიქნებით ხოლმე და თან ამ წინა გადაცემის გუჩები არ ვიწყებენ წამყვანი დაჩი არ დაგვემშვიდობა, ისიც ერთ-ერთი თანამასპინძელი იქნება აქაურობის, უბრალოდ მე და დაჩი გავინაწილებთ ხოლმე ამ სამასპინძლო დროს. დღეს და არა მარტო დღეს, იქამდე სანამ სოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება, უნდა ვისაუბროთ ისეთ ფაქტებზე, თუ რატო გვიყვარს სოფლიოს ჩემპიონატი, ვინ შეგვაყვარა სოფლიოს ჩემპიონატი, რა ხდება და როგორ ვემზადებით ხოლმე ამ დიდი დღესასწაულის წინ და ჩვენი დღევანდელი ვიდეოს მთავარი სასაუბრო თემაც არის რატომ მიყვარს სოფლიოს ჩემპიონატი. სოფლიოს ჩემპიონატის ფინალია და 123 წუთი. ფეხბურთის ისტორიაში საერთოდ ყველაზე მაგარი სეივი შეიძლება არის ეგ. ეხლა რომ ვლაპარაკობთ, ცუდად ვარ. 98-ით და 2006-ით და 98-ით მაინც ეგრე არა 98 არ თქვა. ერთმა ტიპმა რომელმა ითამაშა ესე მაგრა ფეხბურთი 90 წუთის მანძილზე ტიტეს. ეგ სხვა შორის არის თამაში, რომელიც არ გადმოუწია, იცი? მოუწევთ თამაშების ჩატარებას სხვადასხვა საათობრივ სარტყელში. აი, პირდაპირ ხედავ რა. მე რომ მაგასაკში ვიყავი, სამოქალაქო ომი იყო. მან დამწარე იყო. რადგან ძალიან დიდი და მოცულობითი საკითხია და თან აქ ვართ ხალხი ისეთ შეკრებილი, რომლებსაც თუ მიეცი გასახანი და ალაპარაკე შეიძლება სოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ვილაპარაკოთ და ეს ერთი თვე დაგჭირდეს ამ თემაზე სალაპარაკოთ, რაც კატეგორიები მოგიმზადეთ და შეგზღუდავთ სასაუბრო თემაში. ტატო, კავა, სანდრო იქნებიან დღეს ჩემთან ერთად, ხო, მე ლუკა, მეც აქ ვიქნები და ჩვენს საინტერესო და საყვარელ მომენტებს გავიხსენებთ სოფლიოს ჩემპიონატზე. კი ბატონო. გამარჯობა. გამარჯობა. სალამი. და სანამ ამერიკული ფეხბურთის ფორმატში ვილაპარაკებთ, ამ დროის განმავლობაში ჩვენი მთავარი მხარდამჭერი იქნება ბორჯომი ენერგია და ეს სასმელი დაგვტენის ენერგიით, რომ ბევრი ვისაუბროთ სოფლიოს ჩემპიონატის ირგვლივ. და გამები გავათემოთ. ხო, ესეც მოგვიწევს. მოხერხებულად. მაინტერესებს თქვენი აზრი ამ სოფლიოს ჩემპიონატის წინ ამდენი გუნდი, ამდენი დებიუტანტი, ამდენი არა საფეხბურთო ქვეყანა და როგორ იქმნით თქვენ თვითონ მოლოდინს სოფლიოს ჩემპიონატის წინ, იმიტომ რომ ბევრისგან მოვისმინე, რომ დიდად კარგი მოლოდინი არ არის ამ ამერიკული ფეხბურთის. ბევრჯერ გვილაპარაკია მეც და კალასაც, რომ არ მოგწონს და წლების განმავლობაში პრინციპში როცა გავიგეთ, რომ ეგეთი რაღაც იგეგმებოდა, მაშინვე არ მგონია, რომ იშვიათი გამონაკლისები ვიყოთ და ბევრს არ მოსწონს დარწმუნებული ვარ, თუმცა აი ბოლო მონაკვეთში, ბოლო პერიოდში ხა როცა ვფიქრობ უკვე მოახლოებულ ამ ჩემპიონატზე, თავს აი რაღაცნაირად, ანუ ვიტყუებ, ანუ ვიგულიანებ, ან არ ვიცი, რა ვაკეთებ, მაგრამ რეალურად ვცდილობ, რომ უფრო დადებითად განვეწყო, მიუხედავად იმისა, რომ მგონია, რომ 48 გუნდიანი ჩემპიონატი, 48 გუნდი ზოგადად ცუდია, 32 ჯობდა, კაი ფორმატი იყო ბევრად, მაგრამ მე გავაკეთე ჩემთვის ბრაკეტი. და იქ აღმოაჩინო ჯგუფურ ეტაპის საშინელებაა საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ სამი გუნდი რო გაადის, ბევრი უინტრიგო თამაში შეიძლება იყოს, უინტერესო ხო ვერ იქნება სოფლიო ჩემპიონატია და დატვირთვას უაქვს, მაგრამ უინტრიგო შეიძლება იყოს. უბრალოდ რომ ნახე მე მე-16 ფინალებიდან მოყოლებული უკვე ძალიან მაგარი წყვილები ჯდება რა, ანუ პლეი-ოფი სამაგიეროდ. ჯგუფურ ეტაპში ცუდი გამოვიდეს, მაგრამ პლეი-ოფი იქნება ძალიან მაგარი და წესით. აი არგენტინა მაგალითად და ეხლა სოფლიო ჩემპიონატზე რეალურად 10-დან 9 თამაში ყველას გამახსოვდება პლეი-ოფის თამაში, ხო? ისეთი სადაც ვიღაცა ვარდება, იმიტომ დრამა არა შემოსული. ჯგუფურ ეტაპზე ბევრი კაი თამაში გვინახავს, მაგრამ ასე მეხსიერებაში არ გებეჭდება. ხო, მაგრამ ჯგუფურ ეტაპია სოფლიო ჩემპიონატი რა, ანუ აი ყოველდღიო თამაშია დღეში რამე მე პლეი-ოფში უკვე იკლებს დინამიკა და ტემპი, ან ცოტა თამაშია. პლეი-ოფში არ იკლებს, ნუ დაიკლებს სადღაც ხარ. პაუზა არ არის.
პაუზა არის მეოთხე ფინალებიდან ნახევარფინალამდე. ყოველ დღე თამაში არის საერთოდ. რამდენი ხანი განგრძელდება ეგ? პაუზა არის მარტო აი მეოთხე ფინალების მერეა ზუსტად მახსოვს ნახევარფინალებამდე პაუზა რა ჯგუფურ ეტაპის დაწყებიდან მე-16 ჯგუფურ ეტაპი მე-16 ფინალი მე-8 ფინალი მე-4 ფინალი დღე არ ვარდება ზოგადად პლეიოფური სისტემა მირჩევნია ყურესაყურებლად და ეს მოკლე და მინი ტურნირები ჩემპიონთა ლიგაც წლების განმავლობაში მაგიტო ინარჩუნებს ეს მარათონი არ არის და შეიძლება მაგ კუთხით საინტერესო ზამთარში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებასაც და ყატარშიც შეუყურებდეს მაგრამ კარგი გამოვიდა ხო ამერიკულ ფეხბურთს 94-ში ალმაცერად უყურებდნენ მაშინ და ახლაც რო უყურებდნენ, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში გუნდების რაოდენობის გაზრდაში მეც მოგყვები რომ ანუ არ მომწონს და მირჩევნია მაინც ესეთი იყოს, მაგრამ შევხედოთ რა, ანუ შეიძლება მართლა კარგი გამოვიდეს. შეიძლება ის არასანახაობრივი ისეთი თამაშები და სახელები რაც არის ძალიან მაგარი თამაშები გამოვიდეს ხა. 4 წელიწადში ერთხელა ეგ ფორუმი და ყველაფერს აკეთებს რომ ბოლომდე დაიხარჯოს და ის ნაკრებებიც საინტერესო იქნება კურასაო თუნდაც. ხო. გუნდების რაოდენობის გაზრდა ავტომატურ რეჟიმში ესე არის მიღებული რომ ნიშნავს ხარისხის დავარდნას თუმცა მსოფლიო ჩემპიონატს შველის ის ფაქტორი რომ მაინც სხვადასხვა ფილოსოფიები არის საფეხბურთო და სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები არიან კონტინენტები რო არის სხვადასხვა ეს ამან შეიძლება უშველოს პრობლემა რაც მგონია რომ შეიძლება იყოს ეს არის უკვე თვითონ შიგნით ლოკაციური რა იმიტომ რომ ანუ მანძილები რომელიც გუნდებს ექნებათ დასაფარი ამა თუ იმ შეხვედრაზე წასვლად არ არის აუცილებელი ჯგუფურ ეტაპზე იყოს მაინც და მაინც ლაპარაკი ხო უკვე პლეიოფში გასული და ასე შემდეგ. ეს იქნება აუცილებლად პირობა, რომელიც მე მგონია რომ ხელს შეუშლის ბევრს. კი, იმიტომ რომ ხო არც ჩემპიონატები არ ტარდება ეგეთ მაგხელა ქვეყნებში, ამერიკაში იყო 94-ში და მორჩა და ეხლა ნიუ-იორკში თუ გაქვს ერთი თამაში და მეორე სადაც ტექსასში ძალიან დიდი მანძილია. ფაქტორი არის კი ბატონო. და სხვაობა ალბათ მეებშიც ტემპერატურაში. ტემპერატურული ხო, ანუ ბევრი რაღაც არის, რაც იმოქმედებს. როგორ იმოქმედებს, რანაირად იმოქმედებს, ეს მოდი იმა გადაწყვიტონ, ვინც უნდა წაიყვანოს გუნდები რომ სხვაობა რო აიღოთ ანახე ხა მაგალითად რუსეთში იყო ეგეთ შემთხვევა ხო კიდე რომ შეიძლება რუსეთში არ იყო მე მგონი ბოლომდე იმიტომ რომ არ იყო გამოყენებული მთელი ანუ რუსეთში ტომსკში და ნოვოსიბირსკში თამაში არ ყოფილა ხო აქ არის შემთხვევა რომ მოუწევთ თამაშების ჩატარებას სხვადასხვა საათობრივ სარტყელში გუნდებს რაც სიგიჟეა ვერ გაიხსენებს სხვა შემთხვევაში რომ სხვადასხვა საათობრივ სარტყელში თამაშობდეს ერთ-ერთი ჩემპიონატზე გუნდი აქ ეგრეა ხო? აქ ეგრეა. თან ნახე რამ სხვაობა წინა ჩემპიონატი ჩატარდა ყატარში, ყველაზე პატარა სახელმწიფოში, რაც შეიძლება ჩატარებული იყო მსოფლიო აქამდე და ეს ტარდება სამ ძალიან დიდ ქვეყანაში და თან სხვა საავტობუსო სარტყელში და ხო, ეგ ფაქტორები იქნება. მაგრამ მე მგონია რომ ძალიან მაინც მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად თავისი უარყოფითისა, რომელიც მოყვება 48 გუნდსაც და ასე შემდეგ და ბევრ სხვა ფაქტორს კიდე რაც შემოთვალე, მგონია რომ მაინც მსოფლიოს ჩემპიონატი რახან არის გავხალისდებით, გავერთობით და სიამოვნებასაც მივიღებთ რა. ეგ გარანტია მაინც ჩემპიონატია და ფეხბურთის გულშემატკივრები ბევრნი მე მათ შორის ნახდათ ვარ და ბევრი იქნებით დარწმუნებული ვარ მაყურებლებიც თქვენ შეიძლება ხართ 4 და აი რაღაცეებს ვაფასებ ვიმახსოვრებ კალენდარს ჩემპიონატამდე რა და ეს 4 წელი არის ხოლმე ჩემთვის ისა რაღაცა გამსაზღვრელი და მაგიტო ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ერთი თვე ნახევარი რაც მსოფლიო ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს. ხო, თან კალამ გაიხსენა რომ წინა მსოფლიო ქონდა არა საფეხბურთო დროს ან არ იყო ზაფხულში და ესეც მოგვენატრა და პაუზა აგერ და კი ბატონო თუმცა ისიც ძალიან კაი იყო რომ ისე დროს ჩატარდა როცა არ ელოდები და მაგარ მე სხვა პრობლემა სეზონს შეუშალა მაგრატელი დამთავრდა ისე რომ მე როგორ დაიწყო ვერ გავიგეთ შესვენება პრაქტიკულად არ ყოფილა და მერე იმდენ დამთრგუნველი იყო რაღაცა ყურება ჩემპიონატის რაღაც ჩვეულებრივი თამაში სამსახური ჩემპიონატზე ეიფორიის მერე რომ რაღაცა გადახალისება და რეფრეში ვერ ჩვენ მოვასწარეთ და ფეხბურთელებმა ხო მით უმეტეს და აი ეგ თემა გააფუჭა თორე ისე მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან კარგი ფეხბურთელები ჩავიდნენ ძალიან კარგ კონდიციებში მსოფლიოზე ხო მაგიტომაც ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც გამოვიდა კარგი იყო ეს ხო ან დროის ფაქტორი ალბათ ერთ-ერთი ფაქტორი იყო კი მოდი გადავიდეთ ჩვენს მთავარ სასაუბრო თემაზე კატეგორიებს მივყვეთ ჯამში დაგასპოილერებთ და გვექნება 8 კატეგორია და თან ისეთ ვარ შეკრებილები დღეს რომ 4 სხვადასხვა თაობის ადამიანი ვარ და შეიძლება რომ ბევრი სხვადასხვა პასუხი შეიძლება მოვისმინოთ ამ კატეგორიების მიღმა. და პირველი კატეგორია დავიწყოთ და ტატოსგან გავხსნათ. ჩემი საყვარელი მუნდიალი, ასეთია კატეგორია. კაი, მაშინ ჩემი საყვარელი მუნდიალი, წეს უნდა იყოს 2022.
იმიტომ რომ ეგეთი სიამოვნება სხვა არც ჩემპიონატზე არ მიღია, იმიტომ რომ არგენტინა გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და მე სხვას არ მოსწრები ვარ, ეს პირველი იყო რაც მოვესწარი და მაგხრი რა თქმა უნდა ყატარი იქნებოდა, მაგრამ აი მთლიანად ჩემპიონატი რო შევაფასო, არა იმიტომ რომ თქვა მე მივიღე სიამოვნება არგენტინის ჩემპიონობით, ეს ცალკეა, მაგრამ მთლიანად ჩემპიონატი რო შევაფასო ალბათ მაინც უნდა ვთქვა პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც კარგად თავიდან ბოლომდე ვნახე რა. ეს იყო 98 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი. 94 ვნახე რეალურად პირველი ჩემთვის 94-ია. 90 შემეძლო იდეაში ასაკიდან გამამდე, მაგრამ გამომაზე. 94 ვნახე ისე, აი ალაგ-ალაგ და ფინალი მახსოვს, ნახევარფინალები არგენტინას თამაშობდა რაღაცები. მაგრამ პირველი თამაშიდან ბოლომდე ცხრილიც რო ვავსე ყველაფერი, სადაც დღემდე სახში მაქვს ცხრილები სხვათა შორის. არის ბატისტო და რონალდო ორი მაგთან ნაყიდი თავის დროზე და ეგ შევსებული ცხრილებით და აი თავიდან ბოლომდე ყველაფერი ვნახე, იყო 98 და დღემდე ეგ ჩემპიონატი არის ჩემთვის რაღაც რეფერენსივით, რამდენად მაგარი იყო 90-იანი წლების ფეხბურთი, ეგ ჩემპიონატი რაღაცნაირად არის მაჩვენებელი ჩემთვის მაგისი, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ძალიან მაგარი თამაში იყო ბევრი, გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი ფეხბურთელი თამაშობდა და გუნდი იყო ძალიან ბევრი მაგარი რა. ანუ იყო შემთხვევები რომ უბრალოდ კარგი გუნდი იყო ვიღაცა, მაგრამ ყველას თითქმის ყავდა ვარსკვლავი თავის შემადგენლობაში და რო გადახედო მეორე ხარისხოვან გუნდებსაც, აი დავანებოთ გრანდებს არგენტინა, ბრაზილია, გერმანია, ინგლისი, საფრანგეთს და ესპანეთს და შემდეგ, მაგათ რო გამოშორდე და გადახედო რუმინეთი, იუგოსლავია იყო მაშინ მაგ სახელი თამაშობდნენ, კოლუმბია, ნორვეგია, მაროკო, ანუ ისეთი გუნდები, რომელიც თითქოს არ უნდა ყოფილიყვნენ, იმათი შემადგენლობაც კი ძალიან სამბეჭდავი იყო, ძალიან ბევრი ვარსკვლავი ყავდათ და აი ბევრ ეგეთ ქვეყანას, რუმინეთს, ბულგარეთს მაგალითად ის ჰქონდათ უკვე რა, ეგედის სიმღერის პერიოდი ჰქონდათ, იმიტომ რომ მე ძალიან დიდი ჩავარდნა დაეწყოთ რა და აქ მოვასწრეს კიდევ ვარსკვლავებმა თამაში ხორვატიამ, იუგოსლავიამ და შემდეგ. აი მაგის გამო რომ ძალიან ბევრი ვარსკვლავი იყო, საფრანგეთში წარდებოდა, სულ საფეხბურთო ატმოსფერო იყო, გარემო იყო შესანიშნავი და გარდა იმისა რომ ალბათ ჩემთვის პირველი იყო ესეთი თავიდან ბოლომდე რაც ვნახე, მაგიტო 98 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ვიტყვი. მე შევეწინააღმდეგები. გისმენთ. და დაველოდები თქვენ კონტროვერსიულ მე პირველი მსოფლიო ჩემპიონი ჩემი ორი იყო. ხო. და ძალიანაც მიყვარდა, იმიტომ რომ მოიგო ჩემ ნაკრები, მოგისაც გულშემატკივრობა დაუწყე. და წლების მერე მე ვთქვა მარტო ცუდია მსოფლიო ჩემპიონატზე, იმიტომ რომ საჯობა ხო დაჩაგრეს, ისქნეს, ესქნეს, მაგრამ საყურებლად რაღაც თამაშები, ბრაზილიის თამაშები, რონალდინიო, რონალდო, რივალდო, ნუ კარგად მახსოვს რამე და ბავშვობის პირველი მუნდიალია და რაღაცა რადიოშიც მუნდიალია, ყველა ამაზე ლაპარაკობს, ანუ ვერ ხვდები რა მოვლენაა რა, პირველად მაგ შეხება და ნუ მეც მოვიწამლე მაგ თემით. ანუ სანაკრებო საკლუბოს არ უყურებდი მანამდე, ანუ პირდაპირ პირველი შეხება მქონდა სანაკრებო ფეხბურთზე. მეც იგივე кейსი. ეგრე ვარ თუ მეტესობა მე მგონი. კი, ანუ სოფლიო ჩემპიონატი იწყებ, ხო. 2006 წლის სოფლიო ჩემპიონატი, რაც მინახავს აი ყველაზე ესეთი ვარსკვლავური და საუკეთესო. მანდაც პლეიოფები რო იყო რა გუნდები ეთამაშებოდნენ მეროთფინალიდან ერთმანეთს. ერთ უკრაინა იყო ესეთი შედარებით ხო გამძვრალი, მაგრამ უკრაინასაც შევჩენკო ყავდა, რომელსაც გოქროსბურთი აქვს მოგებუց. შევჩენკო ხა ამ გადმოსახედიდან რო ახსენებ, შეიძლება ისე არ ჟღერდეს, ახალგაზრდა გულშემატკივრის, მაგრამ ტოპ ფორვარდია, ყველაზე მაგარი ფორვარდია რაღაც პერიოდი და ნუ ეგ პერიოდი როცა პიკი აქვს. მაგდენ ვარსკვლავს, ახლა შენ 98-ზე აღნიშნე რა, ანუ ვინც ჯერ ვარსკვლავი არ არის, მაგრამ მომავალში გახდა და ზოგს ბოლო სიმღერა აქვს, მაგდენს ერთად არ ვიცი სხვა რომელიმე მუნდიალზე უთამაშე თუ არა, ნაკრები რო გააკეთოს საუკეთესო ფეხბურთელების 26 წელს რამდენმა ვარსკვლავმაც ითამაშა, არის ზიდანიც, არის ბრაზილიელი რონალდოც, რონალდინიოც, რივალდოც, მესიც, ანრიც, ისა რა ქვია, კრისტიანო რონალდოც, ანუ რაღაც გზაგამყოფი იყო აი ძველების და რაღაც ახლები რომლებიც მე ეპოქა შექმნეს და რაღაც გოუთები გახდნენ და იმ ძველი ტიპებს, აი ვინ აკლდაო მაგ სოფლიო ჩემპიონატს რო გითხრან, აი რაღაც ბევრ ტიპს მაგე არა მგონია რომ წინააღმდეგობა გამოგდის ჩემთან, იმიტომ რომ მაგაში რას ამბობ, ეხლა აბსოლუტურად გეთანხმება. მე ვამბობდი რომ უბრალოდ ისეთ გუნდებსაც რომლებიც არ იყვნენ პირველ ეშელონში, იმათაც ვარსკვლავები ყავდათ რა და 2006-ში არ იყო. 2006-ში რუმინეთს, ბულგარეთს და იუგოსლავიას და ეგეთ გუნდებს არ ყავდათ მაგდენი ვარსკვლავი. კარლოს ვალდერამა არ თამაშობდა კოლუმბიაში სიტყვაზე და ნუ კოდივარს ყავდა ის რა ქვია, დროგბა და ანუ იყვნენ ახლა ეგეთი ისინი გამორჩეული ფორმა ჰქონდა ძალიან კოდივარს მაგსოფლიო. ზოგადად ეგ სოფლიო გავაგრძელებ კალას ამბავს სანამ ბოლო სოფლიოსაც იტალიას მაგარი ნაკრები ყავს. სანამ სანდრო ყველა. ხო. ჩემი საყვარელი მუნდიალი 2006-ია და ამის მთავარი მიზეზი
მიზეზი ალბათ არის რომ ეგ არის ჩემი პირველი მუნდიალი და პირველი შეხება ასე ფეხბურთთან და უმთავრესი მიზეზი ალბათ არის რომ იტალია მოიგო და თან მანდ გავხდი იტალიის გულშემატკივარი არ ვიცი რატო მარგუნა ბედმა ეს გადაწყვეტილება მაგრამ მე ძალიან ბევრი რომ ძალიან გაგიმართლა პირველ ჩემპიონატი რომს უყურეთ ეგ მოიგო თქვენმა ნაკრებმა იმის მერე ელოდებით და მე ძალიან ბევრი ვიფიქრე რა გახდა განმაპირობებელი იმის რატო გავხდი იტალიის გულშემატკივარი და მე სადღაც წლების მერე აღმოაჩინე და ალბათ იქ ჩემს დამეხმარა მითხრა რომ სუის მოგწონდა რომ იქ ერთი ფეხბურთელი თამაშობდა რომელსაც შენი სახელი ქვია და თან რაღაც ეწყობა ეგ კავშირი იყო რომ რაც უკატონი და უკადაირაკაია თამაშობს და ბევრჯერ ახსენებდნენ თან სულ თამაშგარეში იყო და ძირითადად მისი ხსენება უწევდათ და თან რაც პირველი ემოცია ეს მოწამლა თან განუმეორებელ რაღაც ემოციას იწვევს რა შენში და მახსოვს პირველი შეხება ზაფხულის და სადღაც გარეთ კარგი ამინდი და უდა შეხვიდა მე ფეხბურთს უყურო და მე სადღაც გადიხარ და შენ ტოლებში თუ დიდებში სულ ეს საუბარი მიდის და ეს ბავშვური დაუვიწყარი ემოცია გახდა ალბათ იმისი განმაპირობებელი რომ ჩემი საყვარელი მუნდიალი გახდა 2006 და თან არ ვიცი ეს რატომ აქვს გონებაში მაგრამ მგონია რომ სილამაზითაც და საფეხბურთო გარემოს გამო ან მე ევროპის ჩემპიონატი რო იყო გერმანიაში მაგ მუხტით მივდიოდი თან საქართველოს ნაკრებიც იყო რომ ესეთი საფეხბურთო გარემო ალბათ სხვაგან არ დამხვდება ცოტა ევროპის ჩემპიონატმა იმედები გამიცრა იმიტომ რომ თად აი უფრო სხვა მოლოდინი მქონდა აი უფრო მასშტაბურს ველოდებოდი მაგრამ იქ რაც იგრძნობოდა იმ მომენტში გერმანიაში რაც ხდებოდა 2006-ში მგონია რომ ალბათ საუკეთესო ადგილი იყო სოფლიოს ჩემპიონატის ჩასატარებლად სტადიონების კუთხითაც. აი ხა 2002-ის მომენტებს რომ ნახულობ ხოლმე, მაშინ ისე არ მინახავს, არასაფეხბურთო გარემოა აშკარად რა, მოედნებიც არასაფეხბურთოა და 10-ის ეგრეა. ხო, 10-ის და 2006-ში იყო ეგ რომ აი დორტმუნდის სტადიონის იმ მომენტში თან რაღაც სიახლე იყო და ახალი იყო და გეზენკიხენი და აი უცბად რაღაც სხვა სამყაროში აღმოჩნდი და თან ეს გახდა ჩემი საყვარელი მუნდიალი და ზოგადად ჩემი სიყვარულიც ფეხბურთის მიმართ აქედან დაიწყო. მან დაგწყებილეს. ხო, მან დავიწყებ. გავაგზელებ ამ პირველი მუნდიალების ხაზს, ოღონდ იმ კუთხით გავაგზელებ, რომ ვიტყვი 2006, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პირველი მუნდიალი, რომელიც ვნახე არ იყო, მაგრამ სამაგეროდ არის პირველი და ერთ-ერთი, რომელზეც ვიყავი და გიდასტურებ, რომ ყველაზე მაგარი ადგილი იყო გერმანია, სადაც შეიძლებოდა რომ ჩატარებულიყო ეს სოფლიო ჩემპიონატი და ეხლა იმ ევროპაზე არ ყოფილვარ, მაგრამ იქ რაც მე ვნახე 2006-ში სოფლიო ჩემპიონატზე, ხო? წმინდა დავიწყოთ იმით, რომ საორგანიზაციო თვალსაზრისით, რომ ყველაფერი ისე იყო აწყობილი, რომ მორგებული იყო სოფლიო ჩემპიონატზე. ანუ შესაბამისად ნებისმიერი რამე, აი მატარებლის გადაადგილებაც კი დაუშვათ ერთი ქალაქიდან მეორეში, ხო, ასევე მორგებულია სოფლიო ჩემპიონატზე. ყველაფერი აბსოლუტურად რომ ჩავედი და მაშინ ჰაიდი კლუმი იყო სახე მაგ სოფლიო ჩემპიონატის და დიდი ბანერი რომ დავინახე, მან მივხვდი რომ ანუ საერთოდ სხვა სამყაროში ხარ რა. იმიტომ რომ ანუ აი როგორ ახსნა ჩადიხარ თბილისიდან და გონია რომ ხარ სხვა პლანეტაზე. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა 4 საათიანი ფრენა გაქვს რა. იმიტომ რომ აი აბსოლუტურად განსხვავებული გარემოა. ადამიანები არიან, რომლებიც მოწადინებულები არიან, რომ შენ დაგეხმარონ ყველანაირი კუთხით, როგორც შეუძლია რომ დახმარება გაგიწიოს რა. და ამის მერე მე რო იწყება მე რომ აი აკრედიტაციანი ტიპი რო ხარ, რომ გრძნობ უკვე იმ ამბავს, რომ ისეთ ადგილს შეხედო რომ შეგიძლია, სადაც გულშემატკივარი ისეთ ადგილას შეგიძლია რომ შეხვიდე, სადაც ჩვეულებრივი ტიპი ვერ მოხდება, ვერც ერთ ნაწილი რო ხარ რა, ნაწილი ხარ, ხო, აი ამისი და აი ეს ყველაზე მაგარი განცდა არის, რომელიც შეიძლება ფეხბურთის მოყვარულს შენც ერთ-ერთი ტიპი ხარ, რომელიც ამ ყველაფერში მონაწილეობს. სანდრო, ეგ აკრედიტაცია არ ქონდა რაღაც თამაშზე რო იყავი, ეგ მანდი იყო, თუ მე სოფლიო ჩემპიონზე იყო. არა, ეგ არის. ეგ არის? ეგა ფინალზეა ლაბარაკი, ხო? ანუ აკრედიტაცია არ ქონდა, არა, აკრედიტაციასთან ერთად ტიკეტი უნდა ქონოდა და ეს ტიკეტი აღარ მომწეს, იმიტომ რომ შესაბამისად მე ხო საქართველოსდან სად ახარ საერთოდ. არ მიყავდა ხო ეგ თამაში? არა, არ მიყავდა. რატოს მიყავდა? ხო, და მე პირველი არხიდან ვიღაცა არ იყო და იმის ბილეთით ვარ შესული, რომელსაც ნუ ბილეთიც ისეთი იყო რა, სახელიანი ბილეთი იყო და ამიტომ ეს აკრედიტაცია მქონდა ჩემი სახელთაგვარი ხო ეწერა აკრედიტაციას შემოტრიალებული და ის ბილეთზე სხვა ეწერა და ოღონდ იმდენად პატიოსანი ტიპები გაიჩითნენ, რომ დაიჯერეს რომ ესეთი რამის გაკეთება შემეძლო და არც არავის არ შეუმოწმებია, ხვდები? ანუ ეს და ნუ თან თამაშზე რო ხარ, კიდევ აბსოლუტურად პირველი თამაში რომელზეც ვიყავი, იყო ინგლիս-პორტუგალია. და მაგრად გამართა, იმიტომ რომ გელზერკინხენში იყო და შენ სტადიონები ახსენე და მაშინ ეს გელზერკინხენის სტადიონი იყო
ერთ-ერთი მთავარი ნოვაცია ზოგადად გადახურული და გადაიხურა და ზუსტად მაგ თამაშზე მოუწია მაგ გადახურვამ იმიტომ რომ ცოტათი წამოწვიმა რა და თან ხო ეს 90 წუთში არ მთავრდება ეს თამაში და შესაბამისად მე წამოწვიმა არ დავღლილ ვარ ხვდები ის როცა შენ სტადიონზე ხარ და რაღაცა ეს არ აქვს იღლები და ასე შემდეგ და ეს მომენტი საერთოდ ხო ის თამაშია რუნის რო აგდებენ ხო კრისტიანოს თან მაგ სტადიონს მე რაც გამოვცადე ევროპის ჩემპიონატზე იმიტომ რომ ჩვენი თავარი თამაშიც ეგ მანდ იყო რა პორტუგალეს რომ მოუგეთ მაგ რო იხურება გაგანცდა რომ თეატრში აი რაღაც სხვა გახარა კიდე რა ვერ აცნობიერებ იმას რომ ბოლომდე ვერ აცნობიერებ იმას რომ სტადიონს ხარ პირველი შეხება ეს მქონდა რა მერე უკვე შეხება რომ დორტმუნდში რო ხარ თამაშზე გერმანია იტალიაზე ნახევარფინალზე ვიყავი და ის რო აბსოლუტურად სხვანაირი სტადიონია ხვდები დორტმუნდის სტადიონი კიდე ის სტადიონი სხვა იყო რა იმიტომ რომ საკმაოდ დიდი მანძილი არის ფეხით რო გაიარო სანამ მეტროს სადგურიდან სტადიონამდე საკმაოდ გრძელი გზა და სიმწვანეში ჩაფლული რაღაც აქეთ-იქით პარკები რაღაცები და იმ სტადიონზე რო ხვდები და სიძველის ისა გაქვს ხვდები იმიტომ რომ მაშინ ის იყო რა ქვია ძველი სტადიონი იყო კი რეკონსტრუირებული და ასე შემდეგ და თან მაშინ არ გვეყო პრესლოჟაში ადგილი იმიტომ რომ კოლოსალური იყო ინტერესი მართლა და ამიტომ შესაბამისად მოგვიწია გულშემატკივრებთან ჯდომა და ის ხო ცალკე ამბავია კიდე გულშემატკივრებთან როზი ხარ რა და მით უმეტეს მასპინძელი გუნდი რო თამაშობს და ის რა ქვია საწყალი იტალიელი მეჯდა წინ ამ გერმანელების გარემოცვაში და აი ეს იტალიელი რო ჭკუაზე არ იყო რაღაც დროშები რო ქონდა ქულზე და ამას რო იქნებდა ყველა გოლზე და ეს ხუდი რო მოხადეს და დაუჭრეს და ასე მაგრამ არავის არაფერი არ ეწყინა ხვდები ისე როგორც მე არ მეწყინა მატარებელში რომ გერმანიასთან არგენტინამ რო წააგო ჩემ ქალაქში რომ მივდიოდი მატარებლით და გერმანიის ნაკრების გულშემატკივრობა და მე რო არგენტინის ნაკრების მაი გამეცვა და აი ისეთი დამცინეს მაგრამ ბედნიერი ხარ მაინც რა ხვდები ეგ შეგრძნება გაქვს რა და ამიტომ ეს ხო მე არ ვეოდებოდი სანდროსგან 2006 მაგრამ გასაგებია ყველა ის ემოცია ის ემოციურ დონეზე ყველაზე მაგარი არის ჩემთვის შენ რო პირველი იყო მაგრამ სანდროსის პირველი იყო სადაც იყო და ეგ ემოცია მნიშვნელოვანი ემოციური მუხტია ჩემი საყვარელი გოლია მეორე კატეგორია და ამას მე გავხსნი თქვენის ნებართვით და იმიტომ გავხსნი რომ კიდევ ერთხელ ვთქვათ რომ დავაზრდოთ აქ ლაპარაკი გოლზე რომელიც გვიყვარს ყველაზე მეტად არა საუკეთესო გინდა თუ არა რომელიც გვიყვარს ხო და საუკეთესოზე ყველა ვიტყვით მარადონას 86 იმიტომ მინდა რომ გავაგზავნო და დავიწყო მე რომ სულ ძალიან ცოტა ხნის წინ ახსენა ის თამაში საიდანაც მინდა ეს გოლი გამოუყო გერმანია იტალია და არ ვიცი სილამაზით ეს არ გამოირჩევა, მაგრამ აი გროსოს გოლი არის ჩემთვის პირველს ძალიან კარგად აცემას აკეთებს, ვისაც გახსოვთ, აი დაფარულებასია ძალიან ლამაზი და შეიძლება მაგ თამაში მეორე გოლი ბევრად უფრო ლამაზი იყო, დელპი რომელიც გაიტანა და შესასრულებლად უფრო რთული, მაგრამ აი ეს ერთიანი სილამაზე გოლის და თან რაღაცა საყვარელი გოლი რო პირველი რაც ემოცია ყველაზე დიდი მაგაზე მქონდა, თან რა დროს შეაგდო 119 წუთი იყო, სადღაც უსწორად მახსოვს და ყველაფერი ერთიანად წამოვიდა და ეს გოლია რომელიც ესე თავს არ მანებებს და არის პირველ ადგილზე ჩემს საყვარელი გოლების სიაში, თუმცა ეს რაღაც სუბიექტური ნაწილი. მაგრამ მინდა რომ ობიექტურ ნაწილშიც თქვა რაღაცა ჩემი საყვარელი გოლი ესე უშუალოდ სილამაზით და ესეთიკით და მან სულ ყოველთვის პირველ ადგილზე არის ჩემთვის ვან პერსის გოლი ესპანეთის კარში თავისი ყველაფრით შესრულებითაც და გადაცემითაც და ბურთის ტრაექტორიითაც და საერთოდ ყველაფრით, მაგრამ მაინც ჩემთვის პირველ ადგილზე დავტოვებ გროსოს გოლს 2006 წელს გერმანიის ნაკრების კარში. ხო, ჩემი საყვარელი გოლი არის, მე ძალიან შორს არ წავალ რა, მესის გოლი მექსიკასთან. მექსიკასთან? ჯგუფში? ბოლო იმაზე მსოფლიო. ხო, ეს არის ბოლო მსოფლიო. ხო. ეს არის ჩემი საყვარელი, ლამაზი და რამე მნიშვნელოვანი. ხო, იმ მნიშვნელობით. ხო, ჩემთვის ეს გოლი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სანამ პირველი თამაში იქნებოდა საუდის არაბეთთან. განწყობა მქონდა რომ კი ესენი ჯგუფიდან გავლენ, მე საუდის არაბეთთან წაგებამ რომ ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და არ ვიცი, შეგრძნება მქონდა რომ რაღაც სამყარო შეიძლება და დანგრეულიყო, რომ ეს არგენტინის ნაკრები ჯგუფში ჩარჩენილიყო და მანდ მესიმ რო შეაგდო, მივხვდი რომ ეს არგენტინის ნაკრები ჯგუფში აღარ ჩარჩება არც ერთ შემთხვევაში და ჯგუფიდან რო გავა, მე დანარჩენზე მე ვილაპარაკო. ხო, და თან აი ის გოლი ძალიან ბევრჯერ მაქვს ნანახი რა. ემოციური თვალსაზრისით, მესის რომ მანდ ემოცია აქვს მე მგონი მაგ ჩემპიონატზე არაფერს არ უტოლდება რა, იმიტომ რომ აი თვითონ სახეა გაგიჟებული ამ
გოლის მერე რომ მორბის ხო აი ისიც ნიდერლანდებთან თამაშზე ესე რომ დაუდგა იმას რა ქვია ვანგალს მანდაც არ არის ეგეთი გაგიჟებული როგორც მაგ გოლზე არის ანუ აი ტიპი რომ მორბის მე ერთი მომენტი იმან გამიელვა რომ მეთქი ეს დოპინგზე არ შეამოწმონ კიდე იმიტომ რომ მარადონა რო შეამოწმეს ხო ანუ კიდე რამე არ მოხდეს თქო იმიტომ რომ მართლა შეშლილი სახე აქვს რა ტიპს რომ მორბის რა და ჩემთვის ამიტომ ეს გოლი რჩება ყველაზე საყვარელ გოლად რა რო ვერ წარმოვიდგენდი ხა ეგ გოლი იქნებოდა ხო აი მივხვდი გადავიაზრე რა წამოვიდა ეს ემოცია ხო ანუ აი საოცრება იყო რა ჩემი საყვარელი გოლი არის პალასიოს გოლი 2014 წლის ფინალში. იგუაინის გოლი ხوار გირჩევია. პალასიოს მაგორში არის არჩევა. პალასიოს ლამაზია ლამაზი. საყვარელი გადადილი გოლი. ახალი კატეგორია უნდა ამბობ. მარადონას გოლი ის კაი გოლია მაგრივი ისე მართლა. იმიტომ რომ ჩემი ერთ-ერთი პირველი გოლია რომელიც ვნახე ლაივში ცხოვრებაში საერთოდ მართლა. იმიტომ რომ არგენტინა საბერძნეთი იყო პირველი თამაში არგენტინის რომელიც ვნახე. და მაგ თამაში გადის ეგ გოლი თან და მაგრივი ერთ-ერთი საყვარელი გოლი ულაპარაკოთ არის ეგეც მაგრამ რო ვიხსენებდი რომ ფიქრობდი რა რომელი გოლი მეთქვა იმენა საყვარელ გოლზე იყო თორე ხა ლამაზზე ვიტყოდი იმას მარადონას გოლს ის ინგლისთან 86-ში ან ბელგიასთან ხელით გატანილს არა ოღონდ მეორე ხო და ბელგიასთან მაგრამ საყვარელი ესე გამიჭირდა უბრალოდ მივედი საბოლოო დასკვნამდე რომ მეთქვა ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი რომელიც იყო და ლამაზიც და საყვარელი იქიდან გამომდინარე ასევე რომ არგენტინამ გაიტანა რა და ძალიან ცნობილი კაცია საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ბევრს ვერ გაიგებ, რომ ამ კაცის გოლი დაასახელოს სადმე ვინმე. ესტებან კამბიასოს გოლი. აი, ეს ბევრი პასი. იუგოსლავიასთან 30 პლუს პასი რო გააკეთეს და ბოლოს კრესპო რო ქუსლით უტოვებს. იუგოსლავიასთან თუ იუგოსლავია. სერბეთი მონტენეგროსთან, ხო? ხო, იუგოსლავია აღარ იყო სერბეთი მონტენეგრო იყო უკვე, ხო? 26 წელს იუგოსლავია უკვე თმიანი კამბიასო რო გამორბის, ეგეც ხო ისე. უკვე, ჯერ კიდე მაგას თუ თმაქვია, ხო, აი, გამელოტების პირას მყოფი ეგ გოლი, იმიტომ რომ მე მახსოვს ბარსელონას აქ გატანილი ლივერპულთან ოვერმარს მორო შეაგდო, სადაც ძალიან ბევრი პასი გაკეთდა და მე გავიდა გოლი და მაშინ არ იყო რა ხშირი. იშვიათობა იყო. მე მივეჩვიეთ გვარდიოლას ეპოქიდან მოყოლებული იყო, რომ ბევრი გოლი ვნახეთ, სადაც გუნდი იტანს გოლს, როცა უამრავი ფეხბურთელი ეხება ბურთზე. მაშინ არ იყო ეგ, არ ხდებოდა რა. და 1-2 პასი და გოლი გადიოდა ხოლმე და ამდენი გადაცემა რო გააკეთა არგენტინამ იმ თამაშში. და გოლი იყო ძალიან ლამაზი იყო ჯერ ეს ერთი და მე მაგ გოლით და მაგ თამაშით ზოგადად მე ჩემი ემოცია მახსოვს რომ აი 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ტკივილის მერე მქონდა იმის განცდა რომ უკვე მართლა დავიჯერე რომ ეს არის გუნდი რომელსაც შეუძლია მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს 2006-ის გუნდს და არ იყო შორს მე ჩემი აზრით იმიტომ ძალიან ძლიერი გუნდი იყო მართლა ხო არ გახსოვს 100-სად უფრო მეტია იმ ბარსელონაზე თუ ამაზე მე მგონი ბარსელონაზე მე მგონი იმიტომ თუ არ ვწდები 40-მდეა თუ რაღაც აქ იყო 31 თუ 30 პლუსი ზუსტად არ მახსოვს მაგრამ მე მგონი იქ უფრო მეტია იმიტომ რომ შეად ნახი რომ აქ ეს ბარსელონას იმ გოლს ახვევენ ხოლმე წაჩქარებულია და ეს ნაკლებად მაგრამ საბოლოო ბოლო მონაკვეთიც ამისი ძალიან ლამაზი გოლია ქუსლით პასი და ბოლო გადაცემა მანამდე ეს აგდება სავიოლასი ყველაზე ლამაზი თამაშია რომელიც მე მაქვს ნანახი არგენტინის ულაპარაკო იმიტომ მაგ თამაში ტევესმას მაგარი გოლი გაიტანა მესიმაც შეაგდო ძალიან ლამაზი არ იყო მაგრამ კაი გოლი სავიოლამაც გაიტანა ხო სავიოლამაც გაიტანა ძალიან ძლიერი გუნდის იყო არგენტინა და გოლი არის გვირგვინი რაღაცნაირად არგენტინული კომბინაციური ფეხბურთის ის იყო და ერთ-ერთი საუკეთესო მანიშნებელი მე ძალიან გამიწყდა რომ მაგ ჩემპიონატზე საუკეთესო გოლია არ გახდა მეორეზე გავიდა მე მგონი მეორეზე ვერ გავიდა მე მგონი მეორეზე ჯოკოულის გოლია არა მაქსი როდრიგესმა მოიგო მეორეზე გავიდა მეორეზე გავიდა ჯოკოული ეგრე მახსოვს ხო მაქსი მოიგო ეგა მე მახსოვს რომ ათეულში ტევესის გოლიც არის იუგოსლავიასთან მე მგონი აი სამეულში იყო ეგ გოლი აი ეგრე მახსოვს და მე ჯოკოულის გოლიც მაგრად მევასებოდა მაქვს მაგარი გოლი შეაგო შვედეთთან და იმის რა ქვია მაქსი როდრიგესის გოლი თან ანუ ძალიან მნიშვნელოვანი გოლი იყო ის ინგლისში შვედეთი 2-2 მორჩა როგორც მახსოვს ამათ ამის გოლით მოიგეს თან ეგ იყო და ძალიან მაგარი გოლი იყო ჩემი საყვარელი გოლი და ვიცი ასე სიტყვი კაი ეს არა ქვია ჯერ გამოურიცხავ ჩემს საყვარელი გოლი იყო ბავშვობაში რონალდინიოს გოლი ინგლისთან ხო ძალიან მიყვარს იმიტომ რომ მაქსი ახლა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი მაქსი შორიდან არ ვიცი გოლი თუ გადის საერთოდ რა რაც უყურებ არ ხდება რაღაცა ნორმალური მეკარია რობერტო კარლოსი ისინი ტრიალებდა ხოლმე ტელევიზორში ხშირად საიდანაც უყურებს მაგრამ აი ეს ცოცხლად უყურებდი და ამან სადღაც იქ ჩაახვია რაღაც შორეულ მასში და მაგრად გამიხარდა რა ანუ რაღაც ემოციურად და ბავშვის მაგარი გოლი იყო და გოლი რომელიც არის ჩემს საყვარელი არც გადამწყვეტი არ არის არც მნიშვნელოვანი არ არის ჩემს ემოციურად მithქვამს ჩემთვის ალბათ ხო მე ხომ ხია ამწამს რონალდოს გოლია რონალდოს გოლია რონალდოს გოლი არის განას კარში
იმიტომ რომ მაგ კომბინაციაში მონაწილეობს ორი ჩემი საყვარელი ფეხბურთელი. ბავშვობაში ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იყო რონალდო, ბრაზილიელი და მე კაკა. 6 თანის პერიოდში უკვე კაკას მიმართ უკვე ისინი მაქვს რაღაც უკვე ძალიან მევასება რა, ძალიან უკვე გადადის სიმპათია უფრო ამის ხარეს და ამის პასია რითაც იჭრება რაღაც მთელი დაცვა და ერთ-ერთზე გასვლა მაგ დროს კიდე არ არის ისეთი ამბავი, მაგრამ რონალდო კლასიკური შემთხვევა, რონალდო რომელსაც წონის გამო აკრიტიკებენ რომ ამხელაა და როგორ არის და გადის ერთ-ერთზე და ისევ ამ თავისი წონით ატყობს მეკარეს გააქვს გოლი და ხდება სოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი მან გაასწრო გერდ მიულერს სამწუხაროდ ცოტა ხანი აღმოჩნდა მაგის ბედნიერება რამდენიმე 8 წლის მერე კლოზე ხსნის მაგ რეკორდს მაგრამ აი ეს რაღაც მონუმენტური ეპიზოდია ჩემთვის რა კაკას პასი რონალდოს გოლი და აი ისეთი ბედნიერი ვარ მაგ პერიოდში რომ აი ანუ ჩემი საყვარელი ემოციურად არის ეგ შემდეგი კატეგორია არის საუკეთესო სეივი რაც გვახსენდება ჩვენი აზრით, საუკეთესო, აქ საუკეთესო დავტოვოთ და არა საყვარელი, მოდი, იმიტომ რომ არ ვიცი ხა საყვარელი სეივი მაკაშკარად. ხო, მაგას არ მარტო მე სანდრიკოსაც. მაგით ვიძახი და მოდი საუკეთესოზე გავიდეთ, რომ რაღაც მარტო ემოცია არ დავტოვოთ და შესრულებაც რაღაც თავის შეიძლება საუკეთესო სეივიც არის ეგ. შეიძლება საუკეთესო შეიძლება რა მომენტია რა ხდება ყველაფერს გათვალისწინებით ყველაზე მაგარი სეივი შეიძლება არის ეგ ისტორია ყველაზე მნიშვნელოვანი ყველაზე მნიშვნელოვანი ყველაზე ისეთი რთული ბურთი კოლომუანის აკრიტიკებენ მან და მე ანუ გასაგებია ეხლა რომ იქ რო გაეხედა მაპეზე ჩაეგდო რა ვარიანტები არის რა თქმა უნდა რა მოხტუნავე ბურთია თან ეს დაბალი ბურთიც არ არის მარტივერ დარტყმით აბსოლუტურად ადეკვატური დარტყმა ძლიერი დარტყმა მაგრამ ემილიანო მარტინესი თუ რამეში არის მაგაში რომ ეს გაშლა უცებ რეაქცია რაც სასწაული და მაგარ ბურთს იღებს და ანუ ეგ ეპიზოდი მაგ ეპიზოდს აქვს პრეტენზია რომ აი რო თქვას ვიღაცამ ვერაფერს ვერ ეხლა რომ ლაპარაკობ ცუდად თვალს ხო რო აიხსენებ იმ მომენტს არა კოშმარულად ისეთი ლაპარაკობ ფორვარდია ხო აი რა უნდა გააკეთოს მეტი რა ანუ თავდამსხმელი არის და ერთ-ერთზეა ტიპი გასული და ბუნებრივია კარში დაარტყოს აბარასისოს ხო რომელიმე ფორვარდი მანახეთ ანუ მესის არ ვთვლი ამ შემთხვევაში რომელიც მან პასს იფიქრებდა ანუ არ არსებული ამბავი მესიმ შეიძლება იფიქროს პასი მან ხო ანაირად დაარტყა მე და ეს უყურებდი ერთად მაგ თამაშს და თან გვერდზე პანჯერა ქონდა ღიათა ეგ გასულიყო დიდი შანსი რომ განავტარიყავით იმიტომ რომ ეგ ფინალი რო ეგრე წაეგო არგენტინას 2014-ის მეერე კიდე მით უმეტეს არ ვიცი ანაირად მოახერხებით მაგის გადატანას მე პირადად შაკოს ქონდა 112 ტელეფონში აგრეფილი ნებისმიერ შემთხვევაში აგრეწელია 4 წელია გასული ხო ეხლა რომ ახლა რო გავიხსენე ეგ მომენტი ცუდად გავხდი ისევ ანუ იმდენად ამ სიამოვნებს იმდენად ცუდად ხდეს ეგ მიიღეთ იმის რომ ყველა იდეალურად დამთავრდა ძალიან ცუდად ხდები მაგრამ მე ვერ უყურებ ხოლმე რა დატოვებ ეს არის შენთვის საუკეთესო ეს იქნება შენთვის საუკეთესო ანუ როგორ არის იცი ემოციურად რა თქმა უნდა საუკეთესოა და მნიშვნელობითაც და ყველაფერი მარტო იმას გავანებოთ რა მხოლოდ მნიშვნელობა აქვს ზოგადად ბევრი ადამიანისთვის და ფეხბურთისთვის მესის ჩემპიონობა არ ჩემპიონობას ეგ რო ცალკე გადავდოთ გვერდზე სოფლიოს ჩემპიონატის ფინალია და 123 წუთია ანუ მან დამთავრდა უკვე ყველაფერი ხო ეგ რა თქმა უნდა მე მგონი ვერავინ ვერ მოგედაება მართლა ეგ სეივი რო დაასახელოთ თუმცა ახლა რა თქმა უნდა სოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში უამრავი ძალიან მაგარი სეივი იყო ძალიან მაგარი სეივი გახსოვს რომ ინახავს მაგრამ ჩემთვის ყოველთვის დალექილი იყო თავში ერთი კონკრეტული რომელიც შესრულებითაც ტექნიკურად ძალიან რთულად შესრულებელიც არის ისედაც სეივის ცალკე რო აიღო ესე და თან მონაწილეები ამ ეპიზოდის არიან ასევე აი რაღაც მონუმენტური რო ახსენე შენს რონალდოს გოლი ეგეთივეა რა ზუსტად რა ლეგენდარული ეპიზოდია იმიტომ რომ ორი ლეგენდა მონაწილეობს ამ ეპიზოდში მეც ხვდები ხო ეს პელეს თაური და გორდონ ბენქსის არანორმალური რეაქცია გოლია რა პელე რო ამ ბურთს ურტყავს ბენქსის კარში გადის გოლი. მაგრამ ეს რაღაცაა ახერხებს და დროს უკან ატრიალებს და ამ ბურთს იღებს. იმიტომ რომ შეუძლებელია მაგის აღება, რაც ბურთი უკვე გაცდენილია უკან არის და მაინც იღებს და ძელს ზემოთ გადააგებს. ტექნიკური თვალსაზრისით იმის გამო რომ აქეთ პელეა და აქეთ გორდონ ბენქსია, ორი ლეგენდა ფეხბურთის და ეს დუელი რო შედგა და ეს რო მოხდება, ეს რო მთავრდება, მაგას დავასახელებდი ესე როგორც საუკეთესო სეივს რა. იმიტომ რომ ჩემთვის ეს ჩაბეჭდილი მაქვს თავში რომ როგორც მარადონას 86 წლის გოლი ინგლისისთან არის საუკეთესო გოლი ყველა დროის და რაც არ უნდა გავიდეს ეს გოლი იქნება სულ სეივიც ეგრე მიხვდა იმისა მარტინესის სეივი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მაგარია და მაგას დავასახელებდი ასევე ბექსის სეივსაც ვერძე მივამატებ ჩემი საყვარელი სეივიც მსგავსი დატვირთვისაა ანუ ორი შენ ზიდანი ბუფონი წარმოუდგენელი ადამიანი რაღაც ფეხბურთის ისტორიაში რაღაც ორი რამ ხევა ფიგურა და რა დროს თან ისიც კომპენსირებულ დროში და თან ის იტალიის ნაკრები ხო თავიდან ბოლომდე აშენებულია და წასვლოდა თამაში ბუფონს განავაროს ანუ ისეთ სხვანაირად
ისინი თუ კარგად იყვნენ, წინაც მაშინ იყვნენ კარგად და ანუ მაგ სოფლიოს ჩემპიონატზე ბუფონმა დაამტკიცა და მან დაიწყო კიდევ უფრო ეს ლაპარაკი, რომ ეს არის წარმოუდგენელი მეკარე და მან და ფეხბურთთან ახლოს ვისაც გაუულია და ვისაც უთამაშია, ყველა ეს ერთბაშად დახვდება, რომ თავით დარტყმული ბურთის მოგერიება არის ყველაზე რთული, იმიტომ რომ ტრაექტორიას ვერ გათვლი, ანუ სად წავა ბურთი არის ის, ანუ ფეხიდან კიდე მეკარის აქ. ზიდანის თავით გოლიდან სოფლიოს ჩემპიონატებზე ფინალში გვახსოვს. იმდენად ლამაზია ზიდანის დარტყმის მომენტი თავს უყავს ძალიან ლამაზად და ეს კიდევ უფრო ლამაზია ნახტომის მომენტში ისე იგერიებს და ეს რჩება ხოლმე ჩემ გონება ჩემ თავარ მომენტად და საუკეთესო ევა, თუმცა მაინც ნიშნულობის კუთხით და თან ისიც ტექნიკურად ესეც ძანართულია, მაინც ორი მქონდა, მაგრამ ამას დავტოვებ, მაგრამ მეორე იყო 2010-ში კასილასმა რო რობენს აუღო ფეხით. ეგ არის ჩემი საყვარელი მომენტი. მაშინ გადააგრძელე შენ და ამას მე დავიტოვებ. ეგ არის მან სანდროს მიყავდა ეგ თამაში როგორც მახსოვს და იმაზე მარვიგზე ამბობდა რომ რობენის ცენტრში გადაწევით რომ აი სისტრაფეში უპირატესობა შეიქმნა პუიოლთან და პიკესთან და რამდენჯერ იყო შემთხვევა რომ ეგ ერთ-ერთზე გავიდეთ კიდე იყო ერთი მომენტი და ერთ-ერთზე გადის სუფთა ერთ-ერთზე გასვლა. ანუ მთავრდება, ანუ ბოლოსკენ მეორე ტაიმია, ხო? ანუ ას რაღაც მე დამასლებულში არ იყო. ძირითადად რა თანაბარ აგარის და რობენი, რომელსაც ეს ლუზერი ჯერ კიდე ის არის, რა წაგებული აქვს რაღაცა, ჯერ ის არ წაუგია ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მაგრამ რაღაცნაირად არ განუმტკიცებია საკუთარი სახელი და გადის ერთ-ერთზე და კასილას ჰქონდა ძალიან მაგარი მსოფლიო ჩემპიონი. მე ყოველთვის ამბობ ხოლმე მაგას, რომ მაგ მსოფლიო ჩემპიონატზე ლომის წვლილი არის იკერ კასილასის, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ბურთები აიღო და იქამდეც პარაგვაისთან აღებული პენალტი, რომელიც 0-0-ზე იყო მეორე ტაიმში. ხო, ანუ იმის მერე წამოვიდა ეს პენალტი, აქეთ პენალტი დაურტყეს, ხო? ანუ რა მოხდებოდა მან რო გაეშვათ? კაცმა არ იცის. და აი მანდაც რას საკეთებს, რომ ფეხს რო უტოვებს, აი ბოლომდე რო არ ხტება და ფეხს რო უტოვებს, მან კარგი დარტყმა არის გოლი, რა თქმა უნდა. მან რობენს ან პარაშუტი რო ჩაეშვა, ჩიპშოტი დაერტყა უბრალოდ გოლი, მაგრამ მაქსიმალურად კასილასმა შეამცირა იმის ვარიანტი, რომ ფეხი დატოვა ბოლომდე. თან ანუ ეგ არის რა მაქსეივის ბოდიში, მაქსეივის არის ის, რომ აი ზოგჯერ ფეხით როცა თამაშობს მეკარე, ხშირად არის ეს მოხვედრის ამბ აი ემილიანო მარტინესის ამბავშიც ეს არის რა, რომ აი გამოვიდა 5 წერტილი და მოხვდა. მაგრამ აი კასილას იქ ფეხს ისე ტოვებს. ხო, არა, დატოვა. აი იქ უკვე გრძნობ, რომ აი ამას აკეთებს, იმიტომ რომ ხო, ამით დაარტყა, ესეც მომიგერიო. ბუფონი კასილასის დებატებში შევდიოდი ხოლმე სულ რა. და შესაბამისად მან ხო ტიტულებს ითვლი მე უკვე იმას სოფლიო ჩემპიონატი აქვს, იმასა ევრო მოუგო, თან ესპანეთმა გააგდო იქ ხონდა არგუმენტად, რომ ევრო 2008-ზე კასილასმა პენალტები მოიგერია, ბუფონმა უფრო ნაკლები მოიგერია და ეზენი გავიდნენ. მე და უწურავ რომ 10-ში მოიგოს იმან აქვს იკერმა და თან ავიც პერფორმანსიც ისეთი ქონდა, რომ ექსეივი არის რაღაცა დაგვირგვინება მაგ კასილასის პერფორმანსის და საბოლოო ჯამში გახდა კიდევაც სოფლიო ჩემპიონატი. ამიტომ ჩემი საყვარელი სეივი ეგაა. ხო და მე ანუ დილბუ ცალსახად ყველაფერი და უშუალოდ აზრი არ არის. უბრალოდ რაღაცა კიდე არის მეორე, ანუ ვინაიდან მეორე იმას ლაპარაკობთ ოფციას, ხო? მე მინდა ყველას შევახსენო 1986 წლის ნახევარფინალი სოფლიოსი გერმანია-საფრანგეთი. და იქ შეიძლება შუმახერი არ არის ისეთი რომ ვაუ, აი ეს 10 ბალიანი სეივები ეკეთებინოს ბევრი. ხვდები? მაგრამ ტიპი სტაბილურად იღებს ყველაფერს, აი 8-დან 9-მდე რო შეაფასებ რა მომენტს. ხო, ძალიან ბევრი და ბოლოს იმდენს იღებს უკვე რომ ერთი მომენტი არის, რომ აი ბურთს იღებს და პლატინი ჩაურბინა რა და აი გამწარებულმა პლატინიმ რომ ფეხი მოიქნია რა, რომ ამას ახლა თავს წავაცილო რა, იმიტომ რომ ტიპმა ყველაფერია აიღო საერთოდ რა. ესეთი დასამახსოვრებელი შეიძლება აი ბუფონს რო გზიდანის რაღაცა ოღონდ მართლა ყველაფერი აუღო და ეს კაცი პლატინი გააგიჟა რა, ანუ მოკლავდა რა, რომ მიგეშვა იქ, ხო? ანუ თან ყველაფერმა ამოასხა პლატინის, ხვდები? 4 წლის წინანდელმა რაღაცა იქ ბატისტონმა დაურეკა და უთხრა, რომ რამე უქენით ამ კაცს და ასე შემდეგ, ნუ შეშალა ჭკუიდან რა, ისეთი მაგარი ითამაშა და რამდენიმე სეივი არის მან ისე არანორმალური რა შუმახერის რა. და თუმცა დილბუ პირველ ადგილზე არა, ხო. ჩემი საყვარელი თამაში სოფლიოს ჩემპიონატზე. აქაც არის ეს არასაუკეთესო რა ჩემი საყვარელი თამაში და მე გავხსნი ამ ამბავს და ვიტყვი გერმანია-იტალიას 2006 წლის სოფლიოს ჩემპიონატზე ბევრი ფაქტორის გამო, იმის გამო რომ მარტივად გასაგებია, იმის გამო რაღაცა
ორი ამაზი გოლი ვნახე და თან ეგ თამაში მახსოვს, იმიტომ რომ ჩემ მეზობლებმა უბანში მე რა ამ თამაშის გამოძახილით რაღაცა თმის ვარცხავები შეიცვალეს რა და ერთი იყო ეს შნაიდერი რო გერმანია შნაიდერი თამაშობდა შნაიდერი ხო არანორმალური ვარცხაობა ქონდა რა იმ სოფლიოზე თუ გახსოვთ ანუ არანორმალური რა ანუ ცოტა განსხვავებული რა და უცბად ხა იქ ჩემ უბანში კიდევ ვიღაც რო გაიშთა იგივე ვარცხაობით ეგ კიდევ უფრო არანორმალური იყო და მახსოვს გონებაში რომ აი ამ თამაშზე ლაპარაკობდით ძალიან ბევრს თან იქ მახსოვს რომ აი თვითონ გერმანიის ნაკრებსაც ძალიან კარგი თამაში ქონდა და საერთოდ არ გამოურიცხავ რომ არა მარტო გერმანიის კომაკო ნეიტრალურს თქვას რომ აჯობა იტალიას და პოდოლსკის ქონდა ძალიან კარგი თამაში და იქ მაგარ ბურცუღებს ბუფონი ერთ მომენტში პოდოლსკის უკვე დამატებულ დროში და ბევრი კარგი თან ისეთი ფეხბურთელები არიან რა მანდაც და თავმოყრილი მაგ თამაში პოდოლსკი ბალაკი კარშილემანი აქეთ ბუფონი ანუ აი მანდაც რას თანავარსკვლავედია და მე თან შედეგი ისეთია რომ თან ანუ ეგ მე უკვე ვიაზრებ რომ მაშინ იტალიის ნაკრები რა შემოდგომით თამაშობდა შეცვლაზე ვინ გამოვიდა და შეცვლაზე დასვენებული დელ პიერო და მე როგორ ასრულებს და თავიდან ბოლომდე ესთეტიკა ეს თამაში ჩემთვის და ემოციურადაც და მნიშვნელობითაც და ყველა სხვა ფაქტორის გათვალისწინებით რომ ბავშვობის რაღაცა მოგონებებიც ამ თამაშის ირგვლივ ტრიალებს არის გერმანია, იტალია და რჩება პირველ ადგილზე ჩემს საყვარელ არა მარტო მუნდიალი შეიძლება საერთოდ ზოგადად თამაშების ისტორიაში. მე საყვარელი თამაში ბევრი ვიფიქრე და ესეთი განსაკუთრებული არ მაქვს. ბრაზილია რო სოფლიო ჩემპიონი გახდა გერმანიასთან არ იყო ეხა ისეთ თამაშიო საყვარელი თამაში. ბოლოს ხას გონიერ ყველაზე მაგარი თამაში მაინც მიუხედავად იმისა რომ საფრანგეთის 60 წუთი გუნდი არ იყო მე რაც მოხდა და რაუნდებათა ხელმოც იყო მე მაინც უფრო საფრანგეთ მბაპეს ამბავში მბაპეს გულს შემატკირავდი მაგრამ არ დამწყვეტი აგული ნამდვილად მესიმ რომ მოიგო იმიტომ რომ გონიერ ეგრეც და მომხდარიყო და მით უმეტეს მბაპეს ეგოს კიდე მეორე სოფლიო ჩემპიონი აღარ შეხვდებოდა ისედაც საკმარისად თამაშად რაც წავიდა მე დრეებიც მოხდა ეგ დრამატურგია არის ის გამოს ფეხბურთი შეიძლება გიყვარდეს და აი ეს დებუს მომენტიც და კიდე რამდენი რაღაც იყო მაგ თამაში იყო საოცრება 2018 წელსაც მაგრად ითამაშეს 4-3 ხო 2018 წელს აგერ ის იაპონიის იმითვა რა ქვია და ბელგია იაპონია იყო ძალიან მაგარი თამაში და ეგ იყო ერთ-ერთი ჩემი საყვარელი თამაშია მართლა იმიტომ რომ იაპონია უგებდა 2-0 და აქეთ 2-2-ზე მიდიოდა იმაზე კონჩეტევაზე გაუშვეს ბოლო გოლი. ანუ იშვიათად ნახავ სოფლიო ჩემპიონატზე რომ სადაც ამდენი რაღაც დევს სასწორზე, გუნდი გავარდეს თავკუთ მოგლეჯილი ის უშუალოდ იყო თან ეს გუნდი. იაპონია მაგათ მეოსება ხოლმე. ინუი და მაგარი გუნდი. მაგრამ თამაშად აუცილებლად საფრანგეთი არგენტინის ფინალი ბოლო. მე აქეთ ცოტა უკან წავალ და პირველი ჩემპიონატი რომელიც თავიდან ბოლომდე კარგად ნახე, არგენტინა ინგლისის თამაში არის ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში რომელიც მე მინახავს იგივე მიზეზის გამო დრამატურგიის ფაქტების გამო რაც იქ მოხდა ფაქტების რომელსაც მე გამოხმაურება არა თუ შემდეგ დღეებში წლები გაყვა რაღაც ბექემს გაყვა წლები 4 წელი გაყვა ბექემს იჯარიმას ამარ გაუტანა საბერძნეთს სანამ არ შეუგდო არაპატიეს 4 წელი და მე ამისი კიდე ცალკე დახურვა იმისი არგენტინას რო პენალტი რო გაუტანა 2-2-ში უკვე ეგ ხო ინგლისის გოლშემატკივრები ხო ვერ არიან სტატისტიკების დათვალების ამბავში და დათვალეს რომ მან ინგლისი რომ ეგ გოლი ბექემს არ გაეტანა მუნდიალს ჩვენ მოვიგებდითო ანუ მეორე ადგილით ხო მე პლეიოფთან ხვდებოდი უფრო კარგ ბადეშიო რაღაცა ის გავარდაო იქ მე საჯმა იმას დაბრალდა ვაი ხო ანუ აი ვიღაცამა დათვალეს რომ მაგ გოლის არ გატანის შემთხვევაში უფრო კარგ სიტუაციაში აღმოჩნდება ექცია უვინი ხო და 98 წლის ჩემპიონატზე არგენტინა ინგლისი მარტო იმიტომ რომ ბევრი რაღაც გამო რა უბრალოდ ოუენის გოლი ერთი რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გოლია რომელიც მე ანახი მაგ ლაივში ბატისტუტამ გაიტანა აქედან ჯერ კიდე იმედი მაქვს მაგრამ რომ ბომბარდირი გახდება ჩემპიონატის იმიტომ მეხუთე გოლი იყო უკვე ზანეტის გოლი რომელიც არის რაღაცა არნახული გოლია იმიტომ რომ ეგეთი ჯარი მე ეგრე გათამაშებული მე არ მინახავს მანამდე ნახე რომ მქონდა არაფერი მსგავსი მე ეგ ბექემის გაძევება მე დამატებით დროში სოლკემბელის გოლი რომელიც მორბის დაზე იმობს და ონჯარი მაიყო საბედნიეროდ და დაინახა აქეთ რო კონშეტევა მოდის მან ხო ძალიან მაგარი თამაში იყო თავის დრამატურგიით თავის დაძაბულობით მე კიდე პენალტების სერია და ჩემთვის როგორც ფეხბურთის გულშემატკივრისთვის და იმ პერიოდში უკვე არგენტინის გულშემატკივრისთვის ეს იყო პირველი შეხება ამ ხელა ემოციასთან რა ისევ არგენტინის ირგვლივ ვიტრიალებ, ოღონდ ვიტყვი 86-ის ფინალს. და რატო? იმიტომ რომ ყველაფერი რა სტატომ თქვა, ხო? ანუ მე ვარ მაშინ 16 წლის არც ვარ, ხო? 86-ში უგებს არგენტინა ინგლისს და
მაშინ ვგებულობ, რომ თურმე რაღაცა კონფლიქტთან არის ამბავი დაკავშირებული ფოლკლენდის კუნძულები და ასე, იმიტომ რომ მაშინ გამოდიოდა გაზეთი სავეტსკი სპორტი ერქვა, მეგონი ახლაც გამოდის და იქ ეწერა რაღაცა იმას რა ქვია ორბწკარად თუ სამ იმათ რა ქვია, რომ აი ესო არისო რაღაცა იმ კონფლიქტის გამოძახილი, იმიტომ რომ ხაზგასმული იყო რომ მარადონა არ არის ადეკვატური და იცი რომ ის ცოტა მეწყინა რომ რატო არ არის ეს კაცი ადეკვატური ხო როცა ესეთ მაგარ ფეხბურთს თამაშობს მერე ეს მისი მაგარი ფეხბურთის თამაში გრძელდება ბელგიასთან სადაც გააქვს ორი არანორმალური გოლი და მერე არის ფინალი და გერმანია არის რომელზეც ზუსტად იცი რომ ნებისმიერ შემთხვევაში კამბექის გაკეთება შეუძლია აკეთებს იმ თამაში კამბექს ოღონდ მან არის აი მერე არის 2-2-ის მერე არის მომენტი უკვე რომელიც მაშინ ჩემთვის აყალიბებს დიეგო მარადონას როგორც საუკეთესო ტიპს რომელიც ნანახი მყავს და მე ეს მოდის იქამდე სანამ მესი არ აკეთებს თავის იმას 2022-ში ხო მან გარბის მარადონა კონტრშეტევაზე და მისდევენ და ბოლოს წააქცევენ როგორც იქნა ოღონდ ამას აქვს ესეთი ცოტა გაღიმებული სახე აქვს რა რომ აი მაინც ვერაფერი ვერ მიქენით ამბავი იყო რა ოღონდ მარადონა მანდ ჩემთვის პირადად ხო პირადად სანდროს ნოგდაძის მანდ ჩამოყალიბდა ნომერ პირველ ფეხბურთელად იქამდე სანამ მესი მაგ თამაში იქამდე სანამ მესი გამოჩნდებოდა 2022-ში აი ეგ იყო 86-ის ფინალი ჩემი საყვარელი ფორმა ოპა და თან ეს ფონიც შეგვიწყობს მაგამ ბავშვი რომ შეიძლება მოგცეს რაღაცა ცირე მინიშნებაც კი რომელიც შეიძლება იყოს სოფლიოს ჩემპიონატზე ორის თქმას რომელს ჩვენი საყვარელი ფორმა აქ არის რომელია ორის რომელს თქმას ვაპირებ კი ჩემი ორის აქ არის ჩემი ორი აქ არის მაგრამ ვიცი სადაც არის ჩემი ორი ხო იტალია თუ არის ვერ იქნება ჩემი ორი არის უცნაური ნაკრებების ოღონდ ხო ახლა ბევრი კარგი ფორმა გვინახავს სოფლიოს ჩემპიონატზე თუ დიდ სანაკრებო ტურნირებზე ხა კამერუნის ფორმა მახსენდება ესეთი რო იყო შევარდნაძეები რო ეცვათ ოღონდ ეგ აფრიკის თასზე იყო ძირითადად კარგი ფორმები არის ხოლმე რაღაცა ცოტა მეორე ეშელონი ინტერესოტიკური ხო დიდი ნაკრებები ნიგერიას კონდა კიდე დიდი ნაკრებები და სხვა ყველაზე მეტად თვალსაჩინო ფორმა რომელიც მახსოვს ესე და კარგად მახსოვს არის გერმანიის 94-ში აი ეს ისინი რო კონდათ აქ კუბიკები რომბები ძალიან ლამაზი ფორმა იყო ეგ ძალიან მევასებოდა მაგრამ უნდა გამოვარჩიო ორი ფორმა რომელიც აქ კიდე ერთი არის მექსიკა რომელიც ქვემოთ არის იქ საოცარი ფორმაა 98-ის არის ხო როგორც მახსოვს აცტეკების ძეგლების ისინი რო აქ ნახატები ძალიან ლამაზი ფორმაა და მეორე ამერიკა რომელიც მახსოვს 94 წლის ჩემპიონატი რის გამო ძალიან მახსოვს და ერთ-ერთი იყო ალექსი ლალასი თავისი ამ ცოცხით და ფორმით რომელიც იყო არასაფეხბურთო აბსოლუტურად ამ ჩემთვის ამერიკის ფორმა მაგ ჩემპიონატზე რაც ეცვათ რა არ გავდა საერთოდ საფეხბურთო ფორმას 94 ამერიკა და 98 მექსიკა ძალიან მევასება ეგორი იცი რა აი პირდაპირ ხედავ რა გერმანია 90 და რატო იმიტომ რომ ანუ მაშინ ეს იყო აბსოლუტური სიახლე. ანუ ესეთი სტილისტიკა, ხო? დროშის ფერები და რაღაცა ესე რომ ტეხილი ხაზი წამოსული. ეგეთი რამე იქამდე არც მე არავის და თან ლამაზია რა, რო შეხედავ რა, ეს თეთრი და ეს ფერებიც მაგრად უხდება და ეგრევე დამამახსოვრდა, რომ აი ეს ფორმა დღემდე მიმაჩნია, რომ არის ესა რა ქვია. ეს ჩავამატებ რა, ეხლა გამახსენდა პროსტა ერთი ფორმა, რომელიც ძალიან მევასებოდა არგენტინის. 86 წლის ჩემპიონატის მეორე ფორმა ლურჯი. აი ურუგვაისთან რა ფორმითაც აქვს მაგ ჩემპიონატზე თამაშები რა. ეგ ლურჯი ფორმა, აი ძალიან ლამაზი იყო. ლეკოკ სპორტიფის ფორმა, ოღონდ ლურჯი მეორე ფორმა. ურუგვაისთან აქვს მეორე ფინალში 1-0 რომ მოუგეს, გაჭირვებით, ფატისტას გოლით მოუგეს ზუსტად მასწავლეს. თბასკულის ხო? ეგ ფორმა, ლურჯი ფორმა რაც არის. არგენტინის ლურჯი ფორმას არის ძალიან მევასება, ძალიან ლამაზია. მეორე ფორმა რა, მაგრამ ის კონკრეტულად 86-ის ფორმა ძალიან ლამაზია. ეს თამაში, რომელიც არ გადმოუციათ, იცი? ურუგვაისთან? ხო. ანუ როგორც მე მახსოვს, იმიტომ რომ ეგ თამაში ნანახი არა მაქვს, მე მაქვს ჩანაწერები და რაღაცეები. უხა გამაგვირდა ხო? ხო და აკავშირში თამაში არ გამოსცეს რაღაცა. არ გადმოცეს რა ეგ თამაში დროში იყო აცტენა. მაშინაც ვერ იყიდა პირველ მარხმა თუ? მაშინაც ვერ იყიდა პირველ მარხმა. დროში იყო აცტენა თუ რაღაცა მოკლედ კაროჩე ეგ თამაში არ იყო და მე ირკვევა რომ რაღაცა წვიმა და უბედურება და ჯანდაბა არის. იქ მარადონას გააბრაზებენ 1-2 ჯერ, იმიტომ რომ მე მგონი გოლს არ უთვლიან თამაშგარის გამო. ხო ხო. რომელზეც ისა და ნუ იგებ
იღებენ დიდი გაჭირვებით რა. კი, ბოლოსკენ გაიტანეს ერთი. ხო, ჩემი საყვარელი ფორმა არის 2006 წლის იტალიის ნაკრების მეკარის ფორმა, ბუფონს რაც ეცვა, აი იქ არ კიდია, მაგრამ თან ეს ფორმა, ან მარტო ფორმა არ არის, ან ამ თამაშზე თუ გახსოვთ ბუფონს ეცვა ოქროსფერი ხელთათმანები. და თან მაგ დროს ადიდასმა ოქროსფერი ბუცები გაუკეთა ზიდანს. რაღაც ის იყო რა, ბუცის ოქროსფერი იყო. ძალიან ლამაზი ფორმაა. ძალიან ლამაზი ფორმაა და თან ეს ფორმა კიდევ უფრო შემიყვარდა, იმიტომ რომ მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ბუფონს ეს არ ეცვა. შინდისფერი ფორმა ეცვა იგივე სტილში და რაღაც ჯერ იმ შინდისფერო მომოწონა თავი და მე ფინალში რაღაც ეს ოქროსფერი და რაღაც ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ პატარა სმესაც დავამატებ, აი ცოტა ხნის წინ, ეხლა მე ვერ ნახავდი 94 წლის სოფლიოს ჩემპიონატს გარკვეული მიზეზების გამო, თუმცა Netflix-მა გადაიღო ფილმი რობერტო ბაჯოზე. და იტალიის ლამაზი იყო. ეს ფილმი რომ ნახე, იტალია კიდევ უფრო შემიყვარდა, იტალიის ნაკრები კიდევ უფრო შემიყვარდა, საერთოდ ბაჯო გახდა ჩემი საყვარელი ფეხბურთელი და ყველგან სადაც რავი ლოკ სკრინია თუ ტელეფონია თუ სახლია თუ პოსტერები ყველგან ბაჯოა, აი მაგ ფილმის მერე რომ ნახე ეს თრიანი ისტორია, თვითონ ეს ტიპაჟი რო დავინახე ვინ არის რა არის როგორ არის და მას მერე პირველი რაც გავაკეთე ეს ფილმი რომ ჩავკეცე, გავედი და ეგ მაისური ვიყიდე იმ სილამაზით, რაც ამ მაისურს აქვს და თან მარტო სათამაშო მაისურს არ ამბობ, იმ პერიოდში თუ გახსოვთ იტალიის ნაკრების სავარჯიშო ეკიპირება იყო, აი თეთრი. აი წარმოუდგენლად ლამაზი და წვრთნელის ფორმაც და მთლიანად ის იმ პერიოდის იტალიის ნაკრების ეკიპირება იყო გამორჩეული. თავიდან ბოლომდე, თუმცა მაინც ჩემთვის პირველ ადგილზე არის ბუფონი და მისი საფინალო მაისური 2006-ში. მე მაისურებს რა გაგვირდებათ და ძიდად ყვალებას არ ვაქცევ ხოლმე ეგრე რა არ ვაგვირდები. მაგრამ თვალში ხვდება ეხლა რაღაცა. აი ინგლისის საკრაც კიდია და აი მაგ პერიოდის მაისურები მაგრად მომწონს, ძალიან ლამაზია. და მეც მეორე ფორმა ჩემი ნაკრების ვისაც გულს შემოწმდა მეორე ფორმა მომწონდა სულ. აი ლურჯი ხო. ბრაზილიის ლურჯი აი სუყვითელი და ბრაზილიას რო იტყვიფებ დროშაც ეს სუყვითელი წარმოგიდგენ და უცებ რო გაიჩნდებოდნენ ხოლმე ამ ლურჯი ფორმით ინგლისთან ზუსტად ლურჯი ფორმით აქვს თამაშები და ძალიან მომწონდა. აი რაღაცნაირად უხდებოდა. ხო რეალზე მაგ ხოლმე კიდე რა ბავშვობაში ეს ბენკ სიმენს რო ეწეთ უცებ შავი ფორმით რო გაიჩნდნენ აი ძალიან მომწონდა რა რო აი ვა რეალი შავი შავი ფორმა მომწონდა. ხო, რეალი შავი ფორმა მომწონდა, მაგრად. და ეგრე ვარ იმაზე, ბრაზილიის მეორე ფორმა, პირველ ფორმაზე არ გიჟდები რა, რაღაცნაირი მწვანე ყვითელი, რაღაცნაირია. რომელი წლის? აი 2-6, აი ლურჯს რომ აი ადრიანოს რო აცვია რაღაც აი მაგ პერიოდის ფორმა წარმომიდგენია ხოლმე ადრიანო, რონალდინიო, რონალდო და თან აი რაღაცნაირად უხდებოდათ რა ამათ ეს ლურჯი ფორმა, უფრო მეტად ვიდრე ყვითელი და ჩემი საყვარელი ფორმა ეგ იყო რა, ლურჯი ბრაზილია. შემდეგ კატეგორია არის ყველაზე იკონური დასამახსოვრებელი აღნიშვნა. და მე ვიტყვი აქ ორი ვერსია მქონდა და ერთს დავტოვებ, მაინც ისე გავაკეთებ. კეჰილის გოლი, ტიმ კეჰილი, თავისი ავსტრალიის ნაკრებით და თავისი 4 ნომრით 2014-ში ჯერ ტექნიკურად ძალიან მაგარი გოლი შეაგდო და იყო ერთ-ერთი კანდიდატი რომ მოხდილი იყო ჩემს საყვარელ გოლებში, მაგრამ გადაწონა რაღაცებმა, მაგრამ ის აღნიშნა ეს კუთხურის ალამთან მისვლა და ეს რაღაც კრივის ილეთები ხო ის მახსოვს რა, ეგ გოლი მახსენდება ხოლმე ყოველთვის, ან ისეთი ფიგურა დიდად რო დაგამახსოვრდეს, სოფლიოს ჩემპიონატზე არ ნახავ, სად უნდა ნახო, ებერტონში თუ გადაეყრებოდი სადღაც და ტიმ კეჰილის აღნიშვნას დავტოვებ, თუმცა მეორე ძალიან ახლოს იყო რომ ის ჩაბალალას ცეკვა, იმიტომ რომ მან კიდე მთლიანი ისტორია აქვს იმ გოლს და ის თავისი კომენტირებაც როგორც გოლ აფრიკა და მთელი ამ ემოციები რაც იყო და ის ცეკვა თამაში, მაგრამ ტიმ კეჰილს დავტოვებ. მაინც საყვარელ აღნიშვნაში. ხო, მე დიდად არ მიყვარს რაღაცა გოლს რო აღნიშნავენ ხოლმე რაღაცა და რო ცეკვავენ და მე იმას რო შვებიან, ეგ ისე რა ქვია, არც შენ შენი პოსტები მახსოვს. ჩემს საყვარელი აღნიშვნა არის იმის ტიტეს. ხო და ამიტომ ისა ერთხელ მახსოვს რაღაცა აფრიკული ნაკრებია ნიგერია მე მგონი რაღაცა ამოკაჩი? ხო. ბადეში რო შედის? ხო და ეგ ამოკაჩი კი არის ეკინია მე მგონი. თუ ეკინია, ხო. ხო, ეგ არის ძალიან ისეთი აი რომელიც დამამახსოვრდა ეგ. ძალიან მაგარი მომენტია. ძალიან მაგარი მომენტია და კიდე იცი რომელი მომენტია ეს შენ გაგიხარდება 82-ში ტარდელის გააქვს გოლი სარანოვო სახესო ხო და აი ეგ ტრიალებდა სულ მერე და ბუნებრივად აი დამამახსოვრდა და მართლა იმხელა ემოცია აქვს
ხო, ისევ და ისევ გავწიოთ გვერდით ის მესის გოლი იმასში, რა ქვია 2022-ში მექსიკის კარში, ის ცალკე ამბავია და შემდეგი არის ეს რა, იეკინი და ტარდელი. როსოსაც რაღაც ეს ემოცია გოლზე. რომ მორბის მორბის, აი ხო ტარდელის იმას გავს. როსოსро ტირის და ვარდება. გავს მაგრად. როსოს გოლი არის ტარდელის გოლის გადაყრება, ემოცია. აღნიშნა რა. ზუსტად. ვიცოდი რომ დამესწრო ამის. ეგ მომენტი ის არის. მე ვიტყვით ხო. ტარდელის ვიცოდი რომ იტყოდა და მე მაგას თქვას ვაპირებ. შენ გითხარი რამე სხვა. აულაპარაკოთ აი ეგ არის აი როგორც ბენქსის სეივი არის ჩემთვის დალექილი თავში ბენქსის სეივი საუკეთესო მარადონას გოლი 80-ზე დაუტოვოთ მაშინ და შენი აღნიშნა არის ჩემთვის აი იკონური აღნიშნა ჯერ ბავშვობაში ნანახი მაქვს რომელიღაცა გადაცემის ხუთში შეიძლება გოლში იყოს ბიზნესს აკეთებდა ბარათაშვილი შეიძლება სხვაგან მაგრამ ნანახი მაქვს ქუდშიც ეგ მომენტი რა და იქინა ხო ჩამრჩა და ისედაც ემოციის სუფთა ემოციის თვალსაზრისით ეგ არის ულაპარაკოთ ყველაზე მაგარი მომენტია მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ბევრი მაგარი აღნიშნა გვინახავს პელესა ის რომ შემოახტება და ხოლმე უაწევს ეგ ძალიან მაგარია მე და ამასაც გაგვიკეთეს მე გადაობა იყო YouTube ლიგაზე რო გავიტანეთ ეგეთი აღნიშნა გამოგივიდა მე ჩვენს მაგრამ ტარდელის არის ულაპარაკოთ ნომერ პირველი შენი ეგაა ხო ტიტე რო ჩაება ეგ მატარებელში უცნობეს მატარებელში ტიტე შეხტა ეგ არის შემოსახვარელი ამებს რო აკეთებს ამ ხელაკაცი მან დამთავრდა მე მგონი მაგ ჩემპიონატზე ალბათ მე მათ მივხვდი რომ ესე წააგები შემდეგ დამარცხდა ამათ ხო წააგები რომ შემდეგ თამაშს მე გას წააგები მაგრამ კარგად თამაშობდნენ რეალურად ესე რო იყო ჩემი აიკონიკ აღნიშნა არის აი ეს რონალდოსი იმიტომ რომ ტარდელის შემთხვევაში შეიძლება თქვა ეგ არის ემოციიდან წამოსული პირდაპირ ვერ აი საერთოდ გაოგნებულია ხო გროსოსაც ეგ აქვს ეს არის პირველია ჩილ ხო არა ამათ რონალდოს აღნიშნა მიყვარა კრისტიანოს ეს რო გააკეთა კამპნოუზე ეგეც სხვა ემოციური იყო რომ არ აკეთებდა ხოლმე მაგას რაულმა იცოდა ხოლმე კიდე რაღაც გაჩუმების ემოცია და კრისტიანო მე რაღაც იმამდე აიყვანა რომ სიუს რო აყვირებდა ანუ ვიღაცამა შეიმუშავა ეს აღნიშნა რაღაც მარკეტინგული გიოკერეს რო აქვს ახლა და უკვე რაღაც აღნიშნა გახდა რაღაცა გრიზმანი მე რეკლამაში გადაიღეს ამას რო აკეთებდა და ნუ სხვა რაღაც შეიძინა მაგნიშნა მაგრამ აი ჩემთვის აიკონიკ აღნიშნებში რომელიც შეიძლება ემოციურად არ მოდის და დაწერილი სცენარია იყო რონალდოს თითისქნება და სოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც აქ გაკეთებული ეგ თითისქნება და აი ბავშვობაში გოლის მე რო თამაშობდი ხოლმე გავიტანე ეს მიყვარდა ამის გაკეთება ძალიან შემდეგი კატეგორია საუკეთესო ესთეტიკა ბრენდინგი სიმღერა და სტადიონები აქ ჩემთვის უკონკურენტო 2006 თქვი კიდევაც რაღაც ნაწილში რომ პირველი შეგრძნება მქონდა რომ ერთადერთი ადგილია სადაც აქ სოფლიოდა ჩატარდეს და რაღაც და თან მთავარი რაც მახსოვს მაგ პერიოდში არის რომ მაშინ არც ხა ეს არ ჩაითვლება ალბათ რეკლამას რომ მაგდონალდს ჰქონდა ესეთი ის რა კამპანია Happy Meal-ში დებდნენ ამ სოფლიოს ჩემპიონატის მერჩს რა ეს იმას აქში იყო და Happy Meal-ი მაშინ ხო ისეთ ასაკში იყო Happy Meal-ის ასაკში იყო მაგდონალდს არის ხო და იქ დებდნენ ამ მერჩს რა სოფლიოს ჩემპიონატის და მახსოვს რომ აი ძალიან ხშირად აი ტირილამდე თან ხო მაგ პერიოდში ის არის პატარა ბავშვიც რო არ შეიძლება ჭამა იმის რაღაც junk food-ის რა ალბათ არც ერთი ასაკში არ შეიძლება მაგრამ მაშინ განსაკუთრებით ხო და აი ეგ მქონდა რომ აი მივიდეთ და ეს ბურთი და ის მერჩი წამოვიღო და კეპი იყო თუ რაღაც პატარა და სამახსოვრებელი რაღაც ისინი და მახსოვს რომ სიმღერაც სულ ყურში მაქვს ის Loud Generation იყო სტვენით არის დაახლოებით მელოდია და ეგ პირველი სოფლიოს ჩემპიონატის ეს მელოდიაც და ესთეტიკაც ბრენდინგიც და ის თვითონ ლოგოც ძალიან ლამაზი ქონდა გერმანიის სოფლიოს ჩემპიონატს რაც ღიმილიანი სახეები წრეში და ხო ბევრი რამ ემოცია ძალიან ერთად იყრის თავს მაგრამ მაინც ეს პირველ ადგილზე გადის იმიტომ რომ Happy Meal-ის ის აქცია არ მოიწყდება არასდროს და ეგ არის ჩემი საყვარელი ბრენდი მე რომ მაგასაკში ვიყავი სამოქალაქო ომი იყო მან ავტომატია მაგათილას 6-ში იმის რა სომა ხოლმე და ბავშვობაში ის მიყვარდა ჰერბერტ გრანომეიერი ეგეთი მომღერალი იყო და Celebrate the Day იყო ეგ მეორე მაგ ხო ძალიან მევასებოდა ეგისა მაგრამ ოთხნიროდ განამერშალა კოსტუმით რომ მღერიან და ხო არა ეგ იყო ისა ტონი ბრექსტონი და ელდივო იყო ეგა ეგ იყო ოფიციალური ისა ეგ ისეთ ყველაზე მეტად სიმღერებით და ბრენდინგით და ამ შემდეგ მაინც 2010 იყო ჩემთვის ამ თავის ვაკა-ვაკებით და ბევრი აიკონის ოაფრიკათი და ყველაზე მთავარი მან ნაიკმა გამოაგდო რეკლამა სოფლიო ჩემპიონატის წინ Ride the Future
რომელიც მიმაჩნია რომ არის საფეხბურთო თემატიკაზე შექმნილი რეკლამა, ადრე ძალიან მაგარი რეკლამა იქნებოდა 90-იანებში 2000 დასაწყისში. აი მე მგონი მან მოკვდა რა 10 სოფლიო ჩემპიონატის წინ. ის რომელი არის? Right the Future არის ჯარიმას ოიტანს ბოლოს და რაღაცა, ხო? Right the Future არის მოიცვლება მოცემულობა რონი რონალდო და ეგ. ის იყო ის 2006-ის არის, ხო? აი ჯეკანავა. ეგ არის, არა, ეგ არის 10-ის. საუკეთესო ინარიტუს გაკეთებულია. არის მოპარაკოთ. აი ეგ არის რომ უყურე სამწუთიანი რეკლამა თუ მეთქი ეს რა. რონალდინი რო გოლს იტანს YouTube-ზე რო ბრაიანტის რო ჩანს და ანუ ფედერერი რო ანუ უტოპესი რეკლამა. პინგ-პონგს რო ეთამაშება ფედერერს. ესე რო ეთამაშება და რიბერია და რონალდინი და ბროს კრისტიანოს ძეგლით თუ იმით რომ თავდება რა. ეგ არის ბრენდინგის ნაწილს თუ შევხედავთ სოფლიო ჩემპიონატის წინ გამოშვებული და არის სიმსონებში ეჩდება თუ კრისტიანო და აი ძალიან მაგარია და თავისი სიმღერები და ასე შემდეგ მე პიტბულები და ვიღაცა ისინი მომღერეს აი ეგ უკვე მაგასაც გემოვნებიან უნდა გაკეთება ის ვაკა სხვადასხვა შაკირასი არ არის რაღაც აფრიკული სიმღერა რომელიც მე ეთნიკური სიმღერაა ხო ეს შაკირასი და იმის მოპირებული შვენივრად ჩემი საყვარელი არის 2018-ის რუსეთი ეგ ხო ანუ ესთეტიკის თვალსაზრისით 94 წლის სოფლიოს ჩემპიონატი ალბათ ისიც მოქმედებს რომ პირველი იყო რომელიც ნახე მეტნაკლებად მაინც და ამის მუსიკა არ მახსოვს უბრალოდ აი ბრენდინგის ამბავში როგორც იყო შეფუთული ლოგოც საამაზია ლოგო ფორმები გუნდების რომელიც ძალიან ბევრი ნაკრების ფორმაა რომელიც მაგრამ ევასება მაგ პერიოდიდან რა თვითონ აი ის ფორმებიც რა ვიზუალიზაც იყო რა ხო დიდები რო იყო ოვერსაიზ ფორმები რო ეცვათ ვარცხნილობები ამ ტიპების ფეხბურთელების რაღაც უცნაური სუტერი ბაჯო სუტერი შვეიცარიის ალექსი ლალასი ბევრი ხო კიდე და გარემო სტადიონები ძალიან მიუხედავად იმისა რომ არასაფეხბურთო ასე ვთქვათ სტადიონებია ხო სუფთა საფეხბურთო არ იყო ეს სტადიონები იყო ამერიკული ფეხბურთის ძალიან მაგარ სტადიონებზე ტარდებოდა თამაშები ძალიან მაგარი იყო პლუს ისიც ემატება ალბათ რომ ეს არის პირველი ჩემპიონატი სადაც საერთოდ გავიგე რომ არსებობს რაღაც ეგეთ ფენომენი როგორც ეს ცხრილის შევსება რომ აი მამაჩემა დაკიდა მახსოვს სახში ცხრილი რა და რა არის მეთქი პირველად გავიგე მაშინ და кайფი მაგაზე თავიდან უნდა შეავსო ანგარიშები და დღემდე ვაკეთებ მაგას დღემდე ვშვები 2022-ში არ შევავს ერთადერთი არგენტინამ რო წააგოს საუბრობთან შევეშვი რა შევსებას და მე რომ მოიგეს გავანებეთ და ცრუწმენა მე მაგ ფეხბურთზე მარტო აი გიჟივით რა და მაგას აღარ ვავსებდი მე არგენტინა რო იგებდა დანარჩენი ყველა წლის ისინი შევსებული მაგ და ყველაფრის გათვალისწინებით ეგ ჩემპიონატი ჩემთვის არის მაგრივ ყველაზე გამორჩეული სანდრო შენს გითხარ ჩემთვის ხო ნუ რაც პირველი შეხება რაც გაქვს არის ლოგო ხოლმე ხო ანუ რო გამოვარდება და ბრაზილიაში ჩატარებული სოფლიო ჩემპიონატის ლოგო დავამახსოვრ და ძალიან აი რაღაც ხელი რო არის და თასი და თან პლუს ფერები ხო დროშის ბრაზილიის ისეთია რომ რაღაცა დადებითისკენ განგაწყობს ყოველ შემთხვევაში ზეიმისკენ ხიარული ფერებია რა და ის მართლა ძალიან ისეთი ლოგო იყო ხო ჩემი თვალსაზრისით ძალიან ორიგინალური რა რომ ხელის კონტური რო არის თას სიმღერა ნუ ცალსახათის 90-ის გიტარისტი ხო მაგიკე ეხლა 90 რომ ენახა აუ 90-ს ვიტყოდი რა სტადიონები საოცარი მაშინ იტალიასთან არ ყოლა პრობლემა წინა წლის Spotify-ი მას აკეთებს წლის შეჯამებას იქ მქონდა იქ იყო მეორე ადგილზე ეგ სიმღერა რაღაცნაირად ის არის ხანდახან ისეთ ხასიათზე მოდიო ხო შენ მთელი დღე უსმინო სოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო სიმღერაა ნახდათ რომელიც სოფლიო ჩემპიონატებზე ყოფილა და ლოგოც მაგ ჩემპიონატის მაგ ჩემპიონატის ლოგო არის ტიპი როა ის ტიპია ხო ეხილი იმით დროშებით ხო საოცარი ლოგო ყველაზე ლამაზი ლოგო არის ყველაზე მაგარი ლოგოა ჩემთვის რა ეგ იტალიის ყველაზე დასამახსოვრებელი თან და ანუ ესთეტიკაც და სტადიონები რა სტადიონები გერმანია რა ცალსახად იმიტომ რომ ნუ ბევრი რამე თავხსენი და ეს ბრენდირების ნაწილი ეს ოქროს ბურთს რაღაც რო აწყობენ აი ამას ეს რა გადაიღეს ეს რა იყო ფონე ფონზე რაღაცა ცალ-ცალკე დაბარებული ხალხი და რაღაც აი ეს ვერ მივხვდი ეგრე მე არც მინახავს არც ვიცი რა ამ ბიჭო აი რო გეუბნებია რეკლამაში ყავს ის არა მბაპე და რონალდო და მესი და რაღაცა და შენ რომ მაგას მოიფიქრებ რომელი კრეატიულის აგენტო იყო ვიცი აი როგორ დასახურია იცი გაგირკობთ მაგამბოს ხო ანუ ალბათ დღეს ესენა ისხდნენ და სხვა ვერაფერს ვერ გააკეთებენ მაგრამ აი ის გაცილებით კაი იყო წინა სოფლიო ჩემპიონატზე ჭადრაკი რო ათამაშეს იმათ ესე რო შეხედა ნუ აიკონიკ კადრია ეგ სოფლიო ჩემპიონატზე იყო თუ პოსტო ლუი ვიტონი სოფლიო ჩემპიონატზე იყო რა ლუი ვიტონის რაღაც აი ამას რო აწყობენ ლეგოს რო აწყობენ თუ რაღაცა ეს იყო არ ვიცი მე იმ Ride the Future-ს მერე აი უბრალოდ სირცხვილია რა ბოლო კატეგორიის დრო მოვიდა და ეს ბოლო კატეგორია წინა
პროექტის და სანამ შევცვლიდით ფორმატს იმის გადამონაშთია რაშმოლის მთა. და ეს რაშმოლის მთა 4 ტოპ პერფორმანსი ფეხბურთელის მიერ და უნდა შევადგინოთ მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიიდან ეს 4 გამორჩეული ფეხბურთელი უნდა დავასახელოთ და მე გავხსნი ამ ამბავს და დავიწყებ დიეგო ფორლანით 2010 წელს და მგონია რომ მე რაც ნანახი მაქვს იქიდან გამოდივარ რაღაც ნაწილში ჯერ და 2010-ში ვინც მახსენდება იქაური აფრიკული გარემოს ფონზე არის დიეგო ფორლანი თავისი ულამაზესი გოლებით, თავისი როლით და იმით რომ რაღაცთან ტიპია რა ტექნიკური გრძელი თმა რაღაც მაგას აქში რო ბავშვებს რაღაც უნდათ რომ ეგეთი იყოს, ეგეთი ტიპი იყო, ხა დიდად ვიზუალურად არ გამოირჩეოდა თქო, მაგრამ თმა და რაღაც სათამაშო სტილი მაგის თქმის საშუალებას მაძლევს. მეორე ჩემთვის არის ზენედი ზიდანი 98-ით და 2006-ით და არა მე არ მინახავს მაგრამ 98-ში ზიდანი ნახევარ ჩემპიონატი დისკვალიფიცირებული იყო. ხო მაგრამ ანუ მაგ 6 თქვი, კაი. არა 98-ით მაინც ეგრევე. Сейф, არა 98. არა, მოიცა რაშფორის ფარი არის 6 ერთ მუნდიალზე ჩატარებული. აი 98 ერთ ფინალში. ხო, კაი, 2006-ის ზიდანი და ის თავისი მთელი ამბები და მთელი თავის ჩარტყმები და თუ სადმე თავი უნდა ფიგურირებდეს, არის ზიდანი და ზიდანის თავი. მიუხედავად იმისა, რომ ნანახი არ მაქვს, მაინც ჩემთვის გავხსენი ის Netflix-ის ფილმი და მთელი ამბები და ბაჯო მინდა რომ თან ვაპოზიციონირო ჩემს რაშმოლის მთაზე, იმიტომ რომ ყველაფრით თავისი საფეხბურთო სილამაზით, თამაშის სტილით თუ ნიშნულობით თუ თან ის ბოლო ეპიზოდი რაც არის ფეხზე მდგომი რომ მოკვდა და გარდაიცვალა, ხო იქ. და მან და გავიწესო ბაჯოს 5 გოლი აქვს მაგ მსოფლიო ჩემპიონატზე გადაანელო 5-ვე შეაგდო პლეი-ოფში. კი ბატონო. იტალიამ სულ 6 გაიტანა პლეი-ოფში. ანუ ნიგერიასაც 2-ვე ამან შეუგდო. ესპანეთს ამან და დინომ გაუტანა. რაღა კვარა ლიგაზე ხალა, რაღა მაშინელი ბაჯი. ბულგარეთსაც 2-ვე ამან გაუტანა. ანუ პლეი-ოფში იტალია მომაკვდავ იტალია, ნიგერიასთან წაგებული ჰქონდა თამაში. ამას გაიტანაბრები. იტალია 10-ია. მანდაც კიდევ ერთხელ ბევრჯერ ვიცით ხოლმე მაგის თქმა, მაგრამ ეგ პენალტი რო გაეტანა, დიდი შანსი იყო მაინც წაეგოთ. იმიტომ რომ იქამდე ბარეზი ბრაზილიას დაკავდა. კი. და მეოთხე კაცი არავის არ გაუკვირდება თუ იქნება ლიონელ მესი, რომელმაც დახურა თავისი მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებით ბოლო დროს ფეხბურთი და ეგეც რაღაც აიკონიკ მომენტი იყო, როცა ამ კაცმა მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი, ყველას უხარია ყველაფერი და შემოახვიეს რაღაც გადააქციეს უცბად კახიკავსაძე პელეს ჩოხას ასმევს. დაახლოებით იგივე სტილში გამოვიდა რაღაც. მოკლედ ხო, ფოლანი, ბაჯო, ზიდანი და მესი აი ასეთი ეკლექტური რაშმოლის მთა იქნება ჩემი ამ კატეგორიების ბოლოს. მესი 22 წალსახად, ზიდანი 26 წალსახად, მიუხედავად იმისა, რომ არც ოქროს ბურთი მოუგიერა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც არ დაასახელეს, ხო? თუ დაასახელეს. 6-ში მე მგონი დასახელდა კი. ტურნირის საუკეთესო. ხო, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ჩემპიონატი. ხო, დაასახელეს. ჩემპიონატის, ხო? კი. ხო, 18-ში გახდა რონალდო და 6-ში გახდა ზიდანი, კი. 2-ის რონალდო ბრაზილია, მიხოდი იმის რომ არც ეგ არ დაუსახელებია საუკეთესო. ხო, კანი დაასახელეს, მაგრამ იმ კანს მსოფლიოს ჩემპიონატზე. აღარ მინდოდა მეხუმრა გერმანიასთან 7-1 თუ ახსენე. ჩემი საყვარელი სევია რივალდოს რო ვუღებს თქო კანი. ძალიან кайს. უბრალოდ რონალდო გაიშტექტორი, კარგად აიღო. და ეხლა ნახე ფიქრობდი რა, მბაპე საოცრებებს შვებოდა მსოფლიო ჩემპიონატზე და რომელი აირჩიო რაღაც და მოდი მეთქი არ მინდა ეს მბაპე, მithmetes ნევროსმიშლის ბოლო 2 წელია რაღაც ცოტა და ვიტყვი მე რაც მანახი მაქვს რაშმორის მთას მაქედა მაგეთო მარადონა ყველა ვარიანტში იქნებოდა და ასე შემდეგ. მოდი ვიტყვი რივალდოს 2-2-ში. იმიტომ რომ ვერ ვყოფ, კი, ძალიან მაგარი იყო. ვერ ვყოფ რომელი უფრო მაგარი იყო მაგ მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდო თუ 5 გოლი გაიტანა. თამაშებში რაღაც მნიშვნელოვან თამაშებში ინგლისთან გოლი აქვს გატანილი, ბელგიასთან გოლი გაიტანა პლეი-ოფში, ფინალში იმ კანის სეივის მერე რონალდო ამატებს და იმის გატარება, ანუ ძალიან დიდი შემოქმედი იყო მაგ მსოფლიო ჩემპიონატის რივალდოც. კი, ერთი პენალტია გატანილი როგორც ფოს, ერთი პენალტი რონალდინიომ დაარტყა, რონალდოს იმას ვამბობ, პოტენციალურად 10 გოლი შეიძლება და გაეტანა კიდე რომ დაემატებინა და მაგ პერიოდში თან თუ გახსოვთ 6 გოლი ხდებოდა ყველა ბომბა. ყველა 6 გოლი ხდებოდა, რონალდომ კიდე გაზარდა და მე გული მწყდებოდა, რომ აი კოლოზეც მე ვეღარ მოუხსნიდა კიდე 1-2 პენალტი რომ დაერტყა თქო რა. მაგრამ აი კი, ფორლანი კი ბევრი ტიპი იყო, მბაპე ყველა ვარიანტში იმსახურავს მან ყოფნას, ისე ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ მე მგონია რომ რივალდო იყო ბოლო ფეხბურთელი, ვინც 6-ში მაგალითად არ იყო. რონალდოც იყო, რონალდინოც უფრო მაგრები, კაკა, ანუ ყველა რაღაცა ძალიან მაგარი გუნდი იყო, ადრიანო. აი ესეთი ლიდერი ტიპი
რომელიც დააკლდა ბრაზილიის ნაკრებს, ორის მერე ყველაზე დიდი ფეხბურთელი ვინც წავიდა იყო რივალდო და მაგის მერე ფაქტია რომ ბრაზილია მაინც რაღაც პონჩი მაგას ვაბრალებ რომ მაკედან დაიწყო შედარებით ვარდნა პერფორმანსმა და რივალდოს აი მაგ სოფლიო ჩემპიონატის დაკარგვა არ მინდა იმიტომ რომ როგორც სამელში მოხვდა კანი რონალდო და რივალდო იყო. ეგრე მაგარი იყო ძალიან მაგარი ჩემპიონატი. მაგრამ ანუ თვითონ სოფლიო ჩემპიონატი ქონდა ძალიან მაგარი და ეს ყველაფერი იჩრდილება ხოლმე რონალდოს აი რაღაცა სასწაული პერფორმანსის ფონზე და არანაკლები სოფლიო ჩემპიონატი ქონდა რივალდოს და არ მინდა რომ დაიჩეროს მაგითო მომოხედრებდი მანდ. მე მოდი ესე ვიზამ. ეხა შევიცვალე აზრი, იმიტომ რომ სხვანაირად ვაპირებდი, მაგრამ რა ხარ თქვენ ორი ტიპი ორივე დაასახელეთ, ვისაც ისაც ვფიქრობდი მე ზიდანს 2006-ის, რომელიც მართლა საოცრება ერთი კაცის მიერ სოფლიო ჩემპიონატზე ეგრე თამაშები ბევრი არ გაგახსენდება ნამდვილად. მით უმეტეს მთელი ყველაფერს ისტორიის გათვალისწინებით და ყველაფერს და მეორე მესი 2022. რა ხან ეგენი თქვით ისაც მეც რო არ გავიმეორო. მოდი მე საერთოდ გადავწყვიტე ახლა უცებ რომ იმ ჩემპიონატებიდან ვიტყვი, რომელიც არც მინახავს, არ ვიცი, უბრალოდ ვიცი. ანუ უბრალოდ ვიცი რომ აი ეს ისტორიიდან გამომდინარე ვიცი რომ კემპესი სტაბილე არა ნახე ხო და რომ მარადონა და სტაბილი არა მაგრამ რო გამოყვე ბოლო წლებში აი მესის თუ არა იღებ 2022-ის უკან თუ წამოხვალ კი საუკეთესო ფეხბურთელები ყველა ჩემპიონატზე არიან 18-ის 14-ის 10-ის მაგრამ აი ძალიან ისე რა ძალიან აი ესე ერთი რო ზემოთ ძალიან გამორჩეულია ეგრე არ არის ბოლო წლებში აღარ არის მესი გახდა 14-ში ხო საუკეთესო და ეგეც არ იყო მან აი კიდე თუ არა აი 18-ში რო აიღო რა ეს არ არის რა ერთი ტიპი ზიდანი 2006-ში კი მაგრამ აი მაინც ეგრე ძალიან გამორჩეული არ არის და წინა წლებში ალბათ იმიტომ რომ ნანახი არ მაქვს და მაინც ჩაბეჭდილი მაქვს უფრო არიან ეგეთი ტიპები რა აი კონკრეტული ჩემპიონატები კონკრეტულ ტიპთან ასოცირდება რა ყველაზე თვალსაჩინო რა თქმა უნდა არის 86 წლის და დიეგო მარადონა ანუ აი ულაპარაკოდ პირველი ტიპია მათ და მე რო გაყვე თითქმის ყველა ჩემპიონატზე ეგეთი ტიპია მაგრამ უნდა ამოვარჩიო ხო და კემპესიც არის ისიც არის მოდი ვიტყვი პაულო როსის 82-ში გადაგიხვა ხაზი იმიტომ რომ თან როგორი ტრაგიკულისა რომ ძალიან მალე გარდაიცვალა ორივე მარადონა და როსი ერთი თვის ინტერვალით გარდაიცვალნენ თუ ზუსტად მახსოვს და როსის 82 წლის ჩემპიონატი ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე ციხეში ყოფნიდან იქიდან გამოსვლიდან იმის გამო რომ იტალიის ნაკრებმა საოცარი გზა გაიარა მან ურთულეს ჯგუფში მოხვდა მეორეში არგენტინა ბრაზილიასთან და ამან ყველაფერი ყველა თამაში მნიშვნელოვანი თამაშებში გაიტანა თან საოცარი ჩემპიონატი ქონდა როსის აიტო როსის ვიტყვი ნუ მარადონა პირველი როსი მეორე მოვიტყვი პელეს 1900 იმიტომ სადღაც უნდა ვთქვათ პელე და პელეს თუ გადახედავ 58-ს ვერ იტყვი 62-ს ვერ იტყვი ტრამირებულია და გარინჩა ჩემპიონატია ეგ და მაგიტო 70-ია რჩება და იქ კი ჟაირზინიო იყო ტოსტაო რიველინო უდიდესი გუნდია მაგრამ ნუ პელეს 1970-ის ჩემპიონატი დაახლოებით რაღაცით გავს ზიდანის 2006 აი ბოლო სიმღერა ასე ვთქვათ უკვე დაღრინებული საკოვანი შედარებით პელესი და მეოთხე ტიპს ვიტყვი გარინჩას ვარიანტი მქონდა 1.60-ს მაგრამ უნდა ვთქვა იოჰან კრუიფი იმიტომ რომ ვიღაცა უნდა ვთქვა 74 წლის ჰოლანდიიდან იმიტომ რომ ჩემ წარმოდგენაში ჩემ წარმოსახვაში ეგ ჰოლანდიის ნაკრები არის რევოლუციური ნაკრები რომელსაც ფეხბურთი შეცვალა და მაგ ნაკრებიდან ვიღაც ტიპი უნდა ვთქვა თუ არა დიდი იოჰან კრუიფი და ამიტომ იყოს კრუიფი და ნუ მარადონა როსი პელე და კრუიფი გამოვა ძალიან საინტერესო მე ვერ მომედავება ისეთი მონტრაშორია მე რა გამართვა მაგრად იმიტომ რომ ამანაც ყველაფერი თო ამან იგივე რამ შენ გაერთიანე სამეცნიერო რა თქო წავყვები ქრონოლოგიურად იტალიას არ ყოლია ესეთი საჯარი მომედნის თავდამსხმელი დღემდე როგორც ყავდა როსი საჯარი მომედნის თავდამსხმელზე ვლაპარაკობ და 82-ში პაულო როსის ბენეფისია თელი თავისი ისტორიებით რა თქმა უნდა ნუ 86 დიეგო ცალსახად რატო რა ვიცი აბა ამისგან განსხვავებით კვოტას არ დავაწესებ 2006 ზიდანი და აქვე დავამატებ რომ ბევრს ვიხსენებდი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთმა ტიპმა ასე მაგრა რომელ თამაში ითამაშა როგორც ზიდანმა ითამაშა ბრაზილიასთან და ვერ გავიხსენ ისე რომ გოლი არ გაუტანია ისე რომ გოლი არ გაუტანია კიდე შორს უნდა წავიდეთ ეგ ფორმაც აქ არის კიდე შორს რომ წავიდეთ ხო ანუ მსოფლიო ჩემპიონატსაც რო გავწდეთ ხო ძალიან დიდი გაჭირვებით შეიძლება ბევრი წვალების შემდეგ გავიხსენო ზოგადად ტიპმა აი ამ დონეზე ისეთ დონეზე არა მაკლაბარაკი ხო ხეტაფე ოსასუნაზე კი არა მაკლაბარაკი დიდ თამაშზე მაკლაბარაკი ერთმა ტიპმა რომელმა ითამაშა ესე მაგრა ფეხბურთი 90 წუთის მანძილზე როგორც ითამაშა ზიდანმა და ნუ ბოლოა რა 2022 და მესი აუბრალოდ წარად მახსოვს შენ არ იცი როგორ ველოდებოდი რომ
4 წლის მერე უკვე აზზე მოსული ვარ ბრაზილიას უყურებ და აი ყველა ანუ ვინ შეიძლება გაგახსენდეს ფეხბურთელი ყველა წაიყვანეს ყველა არის და მეთქი აი ეხა რაღაცა ამ საფრანგეთს რევანში უნდა ავიღო 98-ის გამო და მახსოვს მამაჩემს ველაპარაკები რომ ეხა უეჭველი თან 6-ის სოფლიო ჩემპიონატს მაგარი შეფუთვა ქონდა საქართველოში ძალიან დიდი გადაცემები იყო და მახსოვს და გადაცემის წინ ჯაპანა ლაპარაკობდა რომ ეხა ბრაზილიას იმდენი სოფლიო აქვს რომ მაგას ეტყვიანო რომ აღარ გაუშვებენ და მეთქი აი ეს ლაპარაკობს და მე ხოც მაგ კონტროვერსიის კერო ხარო ესენი არ გაუშვეს და ამათ ვინ გააჩერებდა და ბიჭო ამ ზიდანმა საკლუბო სეზონი რონალდინიო გვათრევდა ამ რეალს და ზიდანი არაფერს არ შვებოდა მართლა აი და უცებ აღმოჩნდა პირიქით მოცემულობაში რონალდინო მე მყავს ზიდანი არის იქით და მეთქი ზიდანმა გატრია მართლა არ წარმომედგი კი ანრის მაგარი სეზონი ქონდა საფრანგეთი ძალიან კარგი გუნდია მაგრამ რაღაცა მალუდა და რიბერი ვიღაცა ახალი ტიპები არიან და არ მეჯერა უბრალოდ ანუ რო უყურებდი თამაშს აი ვერ ვიჯერებდი რომ ამ ტიპს ბურთი ვერ წაართვა ვერავინ და ესე ბრაზილია რომელიც იყო სახელებით მე თუ მკითხავ ანუ ეგეთი მაგარი გუნდი ნაკრები არ არსებობდა საერთოდ არ უარსებია ესე ერთ სივრცეში ამდენი ვარსკვლავი და ნიჭის ამდენი ბალონდორ მატერიალი და მომგებები და მომავალში მომგებები და უცებ ტიპები ბურთის garaშე დარჩნენ ანუ აი ჩემთვის ეგ იყო ძლივს დავიძინე ეგ ღამე რა მართლა ძალიან რთული იყო და მეც ხა რომ მე მეგონა რომ ეს რაშფორდთან და გავკეთებინა ერთი ადამიანის მიერ ნათამაშები რაღაცა პერფორმანსით და აი ზიდანის იქით ბევრს ვერ ფიქრობდი კონკრეტულ თამაში რო აიღო კონკრეტული ჩემპიონატი ძალიან ცოტაა ეგეთ შემთხვევა ხო მით უმეტეს ტიპის გამო არ მოუგია ძალიან წარე იყო მოკლედ ჩავიარეთ ეს ჩვენი პირველი ეპიზოდი და გავიხსენეთ თუ რატომ გვიყვარს მსოფლიოს ჩემპიონატი მუნდიალამდე დარჩენილია 1 თვე და ამ ერთი თვის განმავლობაში ვეცდებით რომ ყველა ის ეპიზოდი რასაც თქვენამდე მოვიტანთ იყოს სოფლიო ჩემპიონატის ირგვლივ და ბევრი ისეთი რამ გავიხსენოთ რის გამოც ამ სოფლიო მოვლენას ველოდებით 4 წელიწადში ერთხელ მოდი ამ სოფლიო ჩემპიონატის სასარგებლოდ ვიტყვი რაც გვითხოვს მეტატო ლაპარაკობთ ხოლმე რომ დღეს სოფლიოში ფეხბურთელების რაოდენობა ძალიან გაიპნა რა ყველა სხვა კონტინენტზე თამაშობს და ყველაფერს თავიდან რომ მესი და რონალდო თამაშობენ ისეთ გუნდებში რომლებსაც ეს საკლუბო დონეზე არ არიან ყურადღების ცენტრში რა და აი მაგ მონატრებელ სახეებს რომ ნახავ სოფლიო ჩემპიონატზე ანუ ეგ თემა იქნება ამ სოფლიო ჩემპიონატისთვის მომგებიანი ვფიქრობ თქვენ კი არაფერი რომ არ გამოგრჩეთ გამოვიწერეთ ჩვენი YouTube არხი და დაელოდეთ ბეცონ სპორტზე ბევრ საინტერესო ამბავს სოფლიო ჩემპიონატის ირგვლივ